მე-20 საუკუნის დასასრულს 1995 წლის 17 სექტემბერს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა სათანადოდ დააფასა ამბროსი ერისკაცობაში ბესარიონ ხელაიას ღვაწლი ეკლესიისა და ერის წინაშე და იგი წმინდანად შერაცხა. მე-20 საუკუნის დასაწყისში კი 1907 წლის 8 სექტემბერს ამბროსი ხელაია სიონის ტაძარში იდგა და ილია ჭავჭავაძის ცხედრის წინაშე ილიას მიერ წამოწყებული ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობისადმი თავისუფლების იდეისადმი ერთგულების ფიცს სდებდა. ის უკანასკნელ წუთამდის ემსახურებოდა იმ იდეალებს, რომლებიც ამ ნახევარი საუკუნის წინათ აერჩია ქართველი ერის საკეთილდღეოდ. ერთი ნაბიჯითაც არ გადაუხვევია. არასოდეს უღალატნია. შევფიცოთ წინამდებარე ცხედარს, რომ ნამდვილი ამხსენებელი ვიქნებით ამ ცნებისა, რომელიც განსვენებულმა თავისის მოღვაწეობით გვიან დერძა. ეს სიტყვები არქიმანდრიტ ამბროსი ხელაიას ეკუთვნოდა, რომელიც შემდგომში საქართველოს პატრიარქი გახდა. ილია ჭავჭავაძე სასულიერო პირი არ იყო, მაგრამ თავისი მოღვაწეობით მან საქართველოს სულიერი მამის სახელი დაემკვიდრა. არც ამბროსი ხელაია იყო პოლიტიკური მოღვაწე, მაგრამ დიდი წვლილი შეიტანა ეროვნული თავისუფლების იდეის აღორძინებაში, საქართველოს მიერ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენაში. საბოლოოდ ორივე, დიდი ერისკაცი და დიდი მღვდელმთავარი, საქართველოს წმინდანთა დასს შეუერთდა. როგორც მე-11 საუკუნეებში საქართველოს პოლიტიკურ სახელმწიფოებრივი გაერთიანების პროცესს გრიგოლ ხანძთელმა და მისმა თანამოსაგრეებმა მოუმზადეს იდეური საფუძველი, ასევე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წელს, გარკვეული ნიადაგი შეუქმნა 1917 წელს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენამ, რისთვისაც თავდაუზოგავად იბრძოდნენ მე-19 საუკუნის დასასრულსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში მოღვაწე დიდი ქართველი მღვდელმთავრები და მამულიშვილები, რომელთა შორის ერთ-ერთი უპირველესი იყო სწორედ ამბროსი ხელაია. ამგვარად გრიგოლ ხანძთელის დროიდან დამკვიდრებული ცნობილი პრინციპი, რომელიც ქართულ ენაზე ღვთისმსახურებას უშუალოდ უკავშირდება ქართულ სახელმწიფოებრიობას, საუკუნეების განმავლობაში მოქმედებდა, ხოლო საქართველოს მიერ სახელმწიფოებრიობისა და ავტოკეფალიის დაკარგვის შემდეგ მისი აღდგენა სახელოვან სასულიერო მოღვაწეთა ამ თაობამ იტვირთა. ამბროსი ხელაიას მკაფიოდ ჰქონდა გააზრებული საქართველოს ეკლესიური და ეროვნულ სახელმწიფოებრივი თავისუფლების შინაგანი ერთიანობა. დამოუკიდებელ საქართველოში 1918 წლის 1 სექტემბერს სოხუმის საკათედრო ტაძარში გამოსვლისას მეუფე ამბროსი ხალხს შეახსენებდა. ამ წელიწადნახევრის წინ ჩვენმა ეკლესიამ თავისუფლება მიიღო. თავი დააღწია 100 წლიან მონობას. აიყარა მონობის ბორგილები. მაშინ ჩვენ ვამბობდით, რომ ყველამ ხელი უნდა მოუმართოთ ჩვენს ეროვნულ ეკლესიას, გავამაგროთ მისი თავისუფლება, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს მოპოვებული თავისუფლება ჩვენი ეროვნული თავისუფლების საფუძველია, ქვაკუთხედი. იგივე პოზიცია ჰქონდა მას საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგაც. 1921 წლის 14 ოქტომბერს მისი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად აღსაყდრების დღეს ამბროსი ხელაიამ ასე მიმართა დამსწრეებს. ხალხი ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირებს ეკლესიას და სამშობლოს, რადგან მთელი თავისი ისტორიის მანძილზე იგი სამშობლოს იცავდა, მაგრამ ქრისტეს ჯვარიც ხელიდან არ გაუშვია. ის სისხლს ღვრიდა სარწმუნოებისთვის, მამულისათვის, მაგრამ სარწმუნოების დაცვაში იგი უთუოდ ხედავდა სამშობლოს დაცვასაც. მას ეს შესიზღვრწებია, გახდომია ჭეშმარიტად და აუცილებელ მოთხოვნილება. ახლაც ამგვარია ხალხის ფსიქოლოგია და როგორ გინდათ ამოგვიჯოთ ეს ხალხის გულიდან. მას მორწმუნენო, მამულიშვილო, ორივე ეკლესიაც და სამშობლოც ტკბილია. ორივე წმინდათა წმინდა. ვემსახუროთ ეროვნულ ეკლესიას
და ის მოგცემს ძალას შევანახოთ ჩვენს ხალხს ეროვნული სახე და თავისუფლება. ეროვნული ეკლესიის თავისუფლება გულისხმობს ეროვნულ თავისუფლებასაც. ქრისტიანული და მამულიშვილური გრძნობა მისთვის შინაგანად ერთიანი იყო. შესაბამისად, თავისი ცხოვრების არსს, თავის სულსა და გულს იგი სწორედ ღმერთსა და სამშობლოს უკავშირებდა. 1924 წელს საბჭოთა ჯალათების მიერ მოწყობილ სასამართლო პროცესზე მან ლაკონურად ჩამოაყალიბა თავისი მრწამსი. სული ჩემი ეკუთვნის ღმერთს, გული სამშობლოს. გვამს კი რაც გნებავთ ის უყავით. კათოლიკოს ამბროსის ამგვარი პოზიციის მკაფიო გამოხატულება იყო, რომ 1921 წლის 15 ოქტომბერს საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოში უშიშრად აცხადებდა. 1921 წლის თებერვალში ჩვენს საზღვრებში შემოჭრილმა რუსეთის არმიამ მოახდინა საქართველოს ოკუპაცია და მოსპო ქართველი ერის სუვერენიტეტი. 1922 წელს კი მან გენუის საერთაშორისო კონფერენციას ცნობილი მემორანდუმი გაუგზავნა. მემორანდუმი წაიკითხეს კონფერენციაზე, რომელსაც 29 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ საბჭოთა რუსეთის ჯარებს ასეთ დონეზე პირველად ეწოდათ ოკუპანტები. ეს იყო კრემლისთვის სილის გაწნა საერთაშორისო საზოგადოების თვალზე. დოკუმენტში ერთ მნიშვნელოვნად იყო ნათქვამი ის სიმართლე, რომელსაც კრემლი საგულდაგულოდ ჩქმალავდა. საქართველოს პატრიარქი განმარტავდა, რომ საბჭოთა რუსეთმა 1921 წლის 25 თებერვალს უსწორო ბრძოლაში სისხლიდან დაცლილ საქართველოს ხელმეორედ დაადგა კისერზე ისეთი მძიმე და სამარცხვინო მონობის უღელი, რომელიც მას არ განუცდია თავის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში. ოკუპანტები მართალია ლამობენ შინ და გარეთ ყველა დაარწმუნონ, რომ მათ გაათავისუფლეს და გააბედნიერეს ქართველები. თუმცა რამდენად ბედნიერია ქართველი ერი, ამას ყველაზე უკეთ უწყიმე მისი სულიერი მოძღვარი, რომლის ხელშია ერის გულიდან გამომავალი იდუმალი ძაფები და რომელსაც უშუალოდ ესმის მისი კვნესა და ვაება. ერი გმინავს, მაგრამ ხმის ამოღების საშუალება არ აქვს. ასეთ პირობებში მე წემს მთავრულ მოვალეობად რაც კულტურული კაცობრიობის გასაგონად თქვა. მე როგორც ეკლესიის წარმომადგენელი არ შევდივარ პოლიტიკური ცხოვრების სხვადასხვა ფორმების დაფასებასა და რეგლამენტაციაში. მაგრამ არ შემიძლია არ ვისურვო ჩემი ერისთვის ისეთი წყობილება, რომელიც უფრო მეტად შეუწყობს ხელს მის ფიზიკურ აღორძინებას და კულტურულად განვითარებას. ამიტომ ვითხოვ, პირველი, დაუყოვნებლივ გაყვანილი იქნეს საქართველოს საზღვრებიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარები და უზრუნველყოფილ იქნეს მისი მიწა-წყალი უცხოელთა თარიშისა და მძლავრობა მიტაცებისაგან. მეორე, საშუალება მიეცეს ქართველ ერს თვითონ სხვათა ძალდაუტანებლივ და უკანახოთ მოაწყოს თავის ცხოვრება ისე, როგორც ეს მასურს. შეარჩიოს ისეთი ფორმები სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრებისა, რომელიც მის ფსიქიკას, სულისკვეთებას, ზნე-ჩვეულებებსა და მის ეროვნულ კულტურას შეესაბამება. გენუის კონფერენციისადმი კათოლიკოს ამბროსის მიმართვამ იმდენად გააღიზიანა კრემლი, რომ ეს საკითხი საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის 30 მაისის პლენუმზე სპეციალური განხილვის საგანი გახდა. მალე საქართველოს პატრიარქს შინაპატიმრობა დაუწესეს. ამ დროიდან სიცოცხლის ბოლომდე ამბროსი ხალაიას უმძიმესი დამცირების, შეურაცხყოფის, ტანჯვავების გადატანა მოუწია. 1924 წელს პატრიარქს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 1925 წლის მარტში იგი ციხიდან გამოუშვეს, თუმცა მისი დევნა ისევ გრძელდებოდა. კათოლიკოსი მოთმინებით იტანდა საბჭოთა სპეცსამსახურების მიერ პროვოცირებულ შინაეკლესიურ დაპირისპირებას, რომლის შედეგად 1926 წლის 26-27 დეკემბერს ქუთაისში გამართული უკანონო საეკლესიო კრების მიერ გამოცხადდა დროებითი საეკლესიო მმართველობის შემოღება და საკათალიკოსო საბჭოს გაუქმება.
მიუხედავად ამისა, ამბროსი ხელაიას იმდენად დიდი ავტორიტეტი ჰქონდა, რომ ეს უკანონო სტრუქტურაც კი იძულებული იყო ფორმალურად მაინც ეცნო იგი საქართველოს კათალიკოს პატრიარქად. გარდაცვალებიდან 10 წლეულების შემდეგაც კი მისი სახელის მიმართ საბჭოური წნეხი იმდენად ძლიერი იყო, რომ მის შვილებსა და შვილიშვილებს ეშინოდათ იმის გამხელა, თუ ვინ იყო მათი წინაპარი. იმ დროს ბუნებრივია, ვერავინ წარმოედგენდა, რომ მე-20 საუკუნის დასასრულს 1989 წელს 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა 19 აპრილის ნომერი 100 რეზოლუცია მიიღო საბჭოეთის მიერ ანექსირებული საქართველოს შესახებ. ამ რეზოლუციაში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მხარდამჭერ სხვადასხვა არგუმენტს შორის სახელდებოდა სწორედ კათალიკოს ამბროსის მემორანდუმი გენუის კონფერენციისადმი და მისი მთავარი მოთხოვნა საბჭოთა რუსეთის ჯარების გაყვანა საქართველოდან. სამწუხაროდ ეს მოთხოვნა კვლავაც აქტუალურია. კრემლს დღესაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%, მაგრამ საბედნიეროდ გასული საუკუნისგან განსხვავებით ახლა საერთაშორისო საზოგადოებას ბევრად უფრო დიდი გავლენა აქვს და კრემლის ნეოკომუნისტური ნეოფაშისტური პოლიტიკა ფაქტობრივად იზოლაციაშია მოქცეული. მაგრამ იმ პერიოდში, როდესაც საბჭოთა იმპერია აღმავლობის გზაზე იდგა და საქართველოს საერთაშორისო მხარდაჭერა არარეალური იყო, კრემლთან დაპირისპირებას განსაკუთრებული თავგანწირვა და გამბედაობა სჭირდებოდა. ცნობილი ქართველი პოლიტიკური მოღვაწე შალვა ამირეჯიბი ამბროსი ხელაიას პროფესიონალი სამხედროების, დიდი ქართველი მამულიშვილების, ქაკუცა ჩოლოყაშვილისა და კოტი აბხაზის გვერდით მოიხსენიებს. ამბროსი ხელაია არა მხოლოდ ამხელდა საქართველოში არსებულ კომუნისტურ საოკუპაციო რეჟიმს, არამედ მზად იყო ქაკუცა ჩოლოყაშვილის რაზმთან ერთად ებრძოლა სამშობლოს თავისუფლებისათვის. ჯულისა და ერისთვის სიკვდილი მწყურია. ვეღარ ვიტან ამ შეგინებულ ნაძრახ ქართულ სიცოცხლეს, უთქვამს ამბროსის, როგორც ამის შესახებ დავით ვაჩნაძე მოწმობს. ხელაიას მიმართ ოფიციალურად თუ არაოფიციალურად წაყენებული ერთ-ერთი ბრალდება იყო მისი პოლიტიკაში ჩარევა. ამიტომ სასამართლო პროცესზე მან საგანგებოდ გაამახვილა ყურადღება ამ საკითხზე. კონდა თუ არა უფლება მე, როგორც სასულიერო პირს, შევხებოდი იმნაირი კითხვებს, რომელიც წარმოჩინებულნი არიან ჩემს წერილში. მეუბნებიან, რომ მე ჩემს უფლებებს გადავამეტებ. რომ მე უფლება არ მქონდა პოლიტიკაში გავრეოდი და ხმა მომეღო. ჩვენ არ ვერევით სახელმწიფო მოწყობისა და მართვა-გამგეობის საკითხებში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პირში წყალი ჩავიყენოთ და არა ვთქვათ რა, როდესაც ვხედავთ უსამართლობას, გარეშე ძალების მოძალებას, ხალხის შევიწროებას და საზოგადოდ არ ვიტვირთოთ სამსახური ხალხისა, მისი ინტერესების დაცვა, მისი მწუხარების საგანი ქვეყანას არ ვავწნოთ. ყველა ამას ქრისტიანული მოძღვრება არ გვიკრძალავს. გადაათვალიერეთ ისტორია და თქვენ იქ ამის უამრავ მაგალითს ნახავთ. როგორც სარწმუნოებრივი, ისე ისტორიული მაგალითები მაძლევენ მე ხმის ამოღების უფლებას. არა, ეს უფლება არ არის. ეს არის მოვალეობა. და მისი აუსრულებლობა განხვდიდა მე უღირსად ჩემი თანამდებობისა. პასუხისმგებლად ღვთის, ეკლესიისა და ერის წინაშე. ერთი მხრივ ამბროსი ხელაია როგორც სასულიერო პირი არ არეოდა შინაპოლიტიკურ საქმიანობაში, პარტიებს შორის დაპირისპირებაში, მაგრამ მეორე მხრივ სულიერი მოძღვრის არათუ უფლებად, არამედ მოვალეობად მიიჩნევდა ეროვნულ სახელმწიფოებრივი თავისუფლების იდეისადმი ერთგულებას, ხმის ამოღებას უცხო ძალის, ოკუპანტთა წინააღმდეგ. კრემლისადმი კათოლიკოს ამბროსის ქედუხრელი დაპირისპირება ერის წინაშე მოვალეობის ასეთი განცდა მისი ხასიათის კაფიო გამოხატულება იყო და მის მიერ მანამდე განვლილი ცხოვრების გზის ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენდა. ზაქარია ჭიჭინაძე იხსენებს მომავალი კათოლიკოსის სემინარიაში სწავლის პერიოდს
როცა სამშობლოს სიყვარული და გუბერნიებად გაყოფილი საქართველოს აღორძინების იმედი ცოტას თუ აღელვებდა. მაგრამ სემინარიელ ბესარიონ ხელაიაზე ეს ტენდენცია გავლენას ვერ ახდენდა. ბევრს მაშინდელ გმირს არც საქართველოს წამდად, არც ქართველობა, არც ქართული ენის პირობების ძიება. ამგვარი პირებისგან ამბროსი ყოველთვის შორს იდია. იგი უაღრესად მოყვარე იყო თავის სამშობლო ქვეყნის, თავის ერის, ქართული მწერლობის და საქართველოს ისტორიის. ყოველთვის გულნაკლული იყო ქართული ერის ასე დაცემასა და დაქვეითებაზე. მოგვიანებით, გადასახლებაში მყოფიც კი, სულ საქართველოზე ფიქრობდა, რასაც ადასტურებს იმ პერიოდის მისი სამეცნიერო პუბლიცისტური წერილები. $1909 წელს რუსეთში მეორედ გადასახლებული მეუფე ამბროსი ძალზე ძიმედ განეცდიდა სამშობლოსთან განშორებას. რიაზანის სამების მონასტერში მას აჩვენეს ერთი საფლავი, სადაც თითქოს დაკრძალული იყო საქართველოს დედოფალი. სინამდვილეში კი აღმოჩნდა, რომ ეს იყო დედოფლის მხევლის, მარიამის საფლავი. ამბროსი ხელაია მოგვიანებით აღნიშნავდა: ჩემს რიაზანში ყოფნის დროს ერთადერთ მუგეშად მიმაჩნდა ამ საფლავთან მისვლა და მთელი საათობით ჩდომა. რადგანაც აქ ვზრუნდი რაღაც მშობლიურს და უსაზღვრო ოცნებებით ვნუგეშობდი. აქ ხშირად ფიქრებში გართულს ცრემლიც კი ვერ შემიგავებია. იფიქრებდა კი უცხოეთში სიკვდილის წინ საწოდავი მარიამი, რომ ოდესმე მის საფლავს ნახავდა ვინმე ქართველი. მშობლიურ ენაზე საუკუნო ხსენება შეუთვლიდა და სამშობლოს ბეძზე დაფიქრებული მის საფლავთან ცრემლსაც დაღვრიდა. რუსეთში ყოფნისას ამბროსი ხელაია ადგილობრივ რუს სასულიერო პირთა დიდ პატივისცემასა და სიყვარულს იმსახურებდა. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ის ებრძოდა არა რუსებს, ან ზოგადად რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიას, არამედ რუსული ეკლესიის მეშვეობით მოქმედ იმპერიულ რუსიფიკატორულ ძალებს. მათ მიმართ ამბროსი ხელაია ყოველთვის უკომპრომისო იყო. ერთ-ერთ წერილში, რომელსაც ხმა სოხუმიდან ერქვა, რომელიც გაზეთ კოლოკოლში გამოქვეყნდა, იგი ჩვეულებრივი პირდაპირობით აღნიშნავდა, რომ რუსიფიკაცია რაოდენ უცნაურიც არ უნდა გვეჩვენოს, განსაკუთრებით რუსეთის საეკლესიო ხელისუფლებამ დაესახა მიზნა. სწორედ ამ ხელისუფლების წარმომადგენელთა შორის ვაწყდებით შეუწყნებლობის უკიდურეს ფორმებს უცხოტომელთადმი და ყოველივე იმისადმი, რამაც ამ ხალხთა ნაციონალური სახე უნდა წარმოაჩინოს. ისეთ სიძულვილს ქართველთა მიმართ, რასაც ამჟღავნებენ ქადაგებელნი ქრისტეს მოძღვრებისა, საბედნიეროდ ჩვენ ვერ ხვედავთ საერო ადმინისტრაციის მუშაკებში, რომლებიც ყველაზე აშკარად ემსახურებიან რუსიფიკატორულ იდეებს. მხოლოდ ანაფორაში გავხელ რუსიფიკატორებს ეკლესიის მწყემსებს შეუძლიათ უწოდონ ქართულ ენას ძაღლების ენა, ქართულ საეკლესიო გალობას ძაღლების ყეფა. მხოლოდ რუსიფიკატორ მღვდელმთავარს შეუძლია მთელი ერის დაწყევლა. მათ უნდოდათ ამიერკავკასიელი ხალხების ერთმანეთზე წასევა და სისხლის ღრმამდე მიყვანა. ამ მიზნით ისინი არ ეშლიდნენ სტატიების, სრული სიცრუის, ავენიანობათა და ცილისამებათა დაბეჭდვას. მხურვალი მამულიშვილო გრძნობასთან ერთად ამბროსი ხელაიას სხვა შინაგანი თვისებებიც გააჩნდა. ცნობილი რუსი პუბლიცისტი დურნოვი ასე ახასიათებდა მეუფე ამბროსის: უაღრესად კორექტული, კეთილსინდისიერი, დიდი ზნეობით დაჯილდოვებული, პირდაპირი ადამიანი, რომელიც სინოდალურ კანტორაში ყოველთვის სიმართლეს ამბობს და იცავს თავის თანამემამულეებს. კანტორის წევრთა შორის გამოირჩევა საქმიანობითა და ენერგიულობით. ამბროსი ხელაიას მიზანდასახულ და ოპტიმისტურ ბუნებაზე ნათლად მეტყველებს 1906 წლით დათარიღებული მისი ერთ-ერთი წერილი ეპისკოპოს ლეონიდესადმი. ქართულ სასულიერო პირთა ჯგუფმა, რომელშიც ამბროსი ხელაიაც იყო, ფაქტობრივად მოითხოვა ქართული ეკლესიის ავტონომიურობა. ამ საკითხთან დაკავშირებით მაშინ პეტერბურგში ეპისკოპოსი ლეონიდე იმყოფებოდა, რომელსაც ამბროსი ხელაია წერდა: მართალია, ცუდად დატრიალებულად ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის ბედიღბალი, მაგრამ რა ვქნათ? როდის ყოფილვართ ბედნიერი, რომ ახლა ვიქმნეთ, მაგრამ ვიქონიოთ მომავლის იმედი. ჩემი და რამდენიმე აქაური მღვდელის აზრი უკვე თუ საინტერესოა თქვენთვის, ეს არის:
დათმობა არაფრისა. და რასაც ძალით მოგცემენ, ვემორჩილებით მხოლოდ დროებით. როცა მოხერხებულ დროს ნახავთ, შევეცდებით განვახორციელოთ, რაც პეტიციებში ანახავენ. სწორედ ამგვარი შეუპოვარი ხასიათი კარგად ჩანს სოხუმის ეპისკოპოსისადმი მისი თამამის შეპასუხების ეპიზოდიდანაც. საღდგომ ლიტურგიაზე ეპისკოპოსმა არსენ იზოტოვმა სოხუმის საკათედრო ტაძარში ახალგაზრდა მღვდელ ბესარიონ ხელაიას ბიბლიის ქართულ ენაზე წაკითხვა აუკრძალა. და ეს მაშინ, როდესაც მრევლის დიდი ნაწილი ქართველი იყო და ტექსტი ბერძნულ და მკვდარ ლათინურ ენებზეც კი წაიკითხეს. ეს საქართველო არ არის. ასეთი ყოფილა რუსი მღვდელმთავრის არგუმენტი. ხელაიას კი უპასუხია, ეს საქართველოა და არა რუსეთი და წირვა ლოცვაც ქართულად უნდა იყოს. ამბროსი ხელაიას ხასიათის სიმტკიცეს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ 35 წლის ასაკში დაქვრივებული სამი მცირეწლოვანი შვილის მამა 4 წლის შემდეგ ბერად აღიკვეცა და კიდევ უფრო მძიმე ხვედრი იტვირთა. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ამბროსი მართალია მარტვილის რაიონში დაიბადა, მაგრამ გაიზარდა და სასულიერო მოღვაწეობა დაიწყო აფხაზეთში. საქართველოს ეს კუთხე ყოველთვის მისი საგანგებო ზრუნვის საგანი იყო. ამ ფაქტზე 1918 წლის 1 სექტემბერს სოხუმის საკათედრო ტაძარში გამოსვლისას თავადაც გაამახვილა ყურადღება. სოხუმი ჩემთვის განსაკუთრებით დაუვიწყარია, რადგან აქ აღმეხილა პირველად გონების თვალი. აქ გავიგე და შევიგნე აუტანობა ჩვენი ეკლესიის მონობაში ყოფნისა, მდგომარეობის სიმწვავე. აქ გადაგვარება გარუსების პოლიტიკა უკიდურესად იყო გამემფებული. აქ ჩამესახა პროტესტის გამოცხადების აუცილებლობა. აქედან სოხუმიდან იწყება ჩემი ეკლიანი გზით სიარული. აქ დაედო დასაბამი ჩემ ტანჯვა დევნულობა ვაება უბედურებას. მაგრამ იმასაც გრძნობ, რომ სოხუმი იყო დასაბამი აგრეთვე ჩემი ახლანდელის შედარებით ბედნიერებისა. ვინაიდან ბედნიერად მიმაჩნია თავი, რადგან ვიხილე ის, რასაც ელტოდნენ ბევრი მამუნიშვილნი, მაგრამ ვერ იხილეს. ესე იგი, მაქვს საშუალება თქვენთან ერთად გავიზიარო ბედნიერება ეკლესიურად და ეროვნულად თავისუფლებაში ყოფნისა. მეფის რუსეთის დამხობის შემდეგ, ურთულეს პერიოდში, ამბროსი ხელაია ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა აფხაზეთში მიმდინარე როგორც ეკლესიურ, ასევე პოლიტიკურ პროცესებში. საქართველოს ეკლესიის საკათალიკოსო საბჭოს წევრი რაფიელ ივანიცკი ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს. ამ გაუტანლობისა და ინტრიგობის ხანაში მიტროპოლიტის ხარისხზე აყვანილი ამბროსი ბრძნულად და განსაცვიფრებელის პოლიტიკური ნიჭით განაგებდა ცხუმბედიის მეტად საპასუხისმგებლო ეპარქიას. მისი გავლენა და პოპულარობა დღითიდღე იზრდებოდა და ბოლოს იგი შეიქმნა ცენტრალურ პიროვნებად, რომელიც ამ კუთხეში განასახიერებდა საქართველოს მთლიანობის იდეას. ეს გავლენა ამბროსი ხელაიას აფხაზეთში მოღვაწეობის ხანგრძლივი, დაუღალავი მოღვაწეობის შედეგი იყო. ყაზანის სასულიერო აკადემიის დამთავრების შემდეგ 1902 წელს ამბროსი ხელაია იმერეთის ეპისკოპოს ლეონიდეს გადაწყვეტილებით ჭელიშის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. აქ მეუფე ამბროსიმ მიზნად დაისახა განიახლებინა სასულიერო განათლების კერა, სადაც მღვდლობის მოსურნე სემინარიელები ქართულ ენაზე შეესწავლიდნენ საღვთო წერილსა და წირვა-ლოცვას. ამავე დროს ის ინარჩუნებდა მჭიდრო კავშირს აფხაზეთთან და ხშირად ჩადიოდა იქ. სწორედ მისმა ამგვარმა საქმიანობამ განაპირობა 1903 წელს ამბროსი ხელაიას ფორმალურად დაწინაურება. სინამდვილეში კი მისი რუსეთში გადასახლება. ამას ადასტურებს ეგზარქოს ალექსის საიდუმლო წერილი რუსეთის უწმინდესი სინოდის ობერ-პროკურორის სახელზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ ამბროსი ხელაია საეჭვოდ ხშირად ჩადიოდა აფხაზეთში და ხვდებოდა ისეთ პირებს, რომლებიც გამოირჩეოდნენ რუსეთის მთავრობის გამაერთიანებელი მისწრაფებებისადმი წინააღმდეგობით. მამა ამბროსი სოფლებში აწყობს რაღაც საიდუმლო შეხვედრებს, რომელთა შემდეგ ამ სოფლების მოსახლეობა აგზავნის თხოვნას სკოლებში ქართულ ენაზე სწავლების შესახებ. 1905 წელს გაზეთ რუსში გამოქვეყნებულ წერილში არქიმანდრიტი ამბროსი წერდა: კარგად უნდა იცოდეთ, რომ მთელი 2.5 წელიწადი ვცდილობდი ადგილი მეშოვნა საქართველოში,
სადაც მეტი სარგებლობა შემეძლო მომეტანა ხალხისთვის. ჩემი სურვილის წინააღმდეგ გადამიყვანეს ახალ ადგილზე. ამის მიზეზი იყო ის, რომ მე მოხელის თვალით არ უყურებდი საქმეს. არ თანავუგზნობდი იმ სამღვდელო პირთ, რომელიც ხალხის გარუსებას ცდილობდა. გარუსების წადილი ვნებისმეც არაფერს მოუტანს ხალხს. ცუდი ქართველი კარგ რუსად ვერ გადაიქცევა. ყველას ჯობს ზნეობრივ ნიადაგზე ხალხთა დაახლოება. რეპრესიული ხალხის ფჩაგვრელი ზომები ყოველთვის არასასრულ შედეგს გამოიწვევს ხოლმე. ამგვარ ზომებით საქართველოს ეკლესია უსწრულის კიდემდე მიიყვანეს. 1913-14 წლებში ამბროსი ხელაიას მიერ გამოქვეყნებულმა წერილებმა მნიშვნელოვან წილად განაპირობა ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის რუსულ დედათა მონასტრად გადაკეთების მაშინდელი იდეის წარმომატებლობა. 1918 წლის 1 სექტემბერს სოხუმის საკათედრო ტაძარში შეკრებილ ხალხს მეუფე ამბროსიმ შეახსენა ის რეალური ვითარება, რომელიც დახვდა მას აფხაზეთში მოღვაწეობის დაწყებისას. ამ 22 წლის წინათ ჩემი აქ მსახურების დროს მე ხელი მოვაწერე ქართული ეკლესიის ასაშენებლად თანხის შესადგენად. პირველმავე, ვისაც მე მიმართე, ცივი წყალი გადაასხა ჩემს წადილს და მისწრაფებას. რას ვემდურით რუსებს? რატომ უნდა გამოვიყოთ? რაში გვჭირდება საკუთარი ეკლესია, ქართული წირვალოცვა? რუსებმა განგვანათლეს. ღვთისმსახურებით კარგად გვესმის რუსული. რატომ უნდა ვაწყენინოთო და უარით გამომესტუმრა? ამას ბრძანებდა ეს ქართველი, რომელიც სხვებზე უფრო შეგნებულად მიმაჩნდა, რომელიც ხედავდა ჩვენს მონობას. მადლობა ღმერთს, ახლა გავიზარდენით ეროვნულად. ვინ მოიფიქრებდა, რომ ამ ტაძარში ოდესმე ქართული წირვალოცვა გაისმოდა, რომ აქ შესაძლებელი იქნებოდა ქართველი მღვდელმთავრის შემოსვლა. მაგრამ ახლა ეს სინამდვილეა. 1919 წელს იმ დროისთვის ჭყონდიდის მიტროპოლიტ ამბროსი ხელაიას აქტიური მოღვაწეობის შედეგად აფხაზეთში გაიმართა სამღვდელოების საგანგებო კრება, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება დედა ეკლესიასთან გაერთიანების შესახებ და ცხუმ ბედიის ყოფილი სოხუმის ეპარქიას ცხუმ აფხაზეთის ეპარქია ეწოდა. 1924 წელს სასამართლოზე გამოსვლისას საბოლოო სიტყვაში ამბროსი ხელაია აღნიშნავდა: ჩემი 37 წლის სამსახური მე მოვანდომე განრუსების პოლიტიკასთან ბრძოლას. ვიბრძოდი როგორც მოქმედებით, ისე პრესის საშუალებით, რამაც შემძინა აუწერელი დევნილობა და ჩემს ცხოვრებაში არ მინახავს ტკბილი, ყუდრო დღეები. განრუსების პოლიტიკასთან ბრძოლა არ გულისხმობდა რუსული ან რომელიმე სხვა კულტურის ან ენის წინააღმდეგ ბრძოლას. ამბროსი ხელაიას არაერთხელ დაუფიქსირებია თავისი ურყევი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. 1918 წელს სოხუმის საკათედრო ტაძარში მან განაცხადა: აქ საჭიროდ როაც აღნიშნო ის, თუ როგორ მესმის მე ეროვნული საქმის გამტკიცება. ეს საჭიროა იმისათვის, რომ სხვა ერის წარმომადგენლებმა არ იფიქრონ, ვქადაგებდი იმას, რის წინააღმდეგაც ვიბრძოდი ამ მხარეში გადაგვარების მოტრფიალეთაგან გამეფებულ რეჟიმის დროს. ამნაირი პოლიტიკა დაგმობილია ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიის მოწყვლებით. ეკლესიაში ხალხთა შორის განსხვავება არ არის. სისხლით შთამომავლობის განსხვავება არ არის მნიშვნელოვანი, რადგან ღვთისწინაში ყველანი თანასწორნი არიან. თითოეულ ხალხს აქვს უფლება შეინახოს თავისი ენა, ზნეჩეულება, თავისი ნაციონალური მიდრეკილებანი. თითოეულ ხალხმა უნდა ადიდოს ღმერთი თავის ენაზე. ამაშია მხოლოდ ეკლესიის სიმშვენიერი. ეს სავსებით შეგნებული ქონდა ჩვენ წინაპრებს და ქართველი ერის ისტორია არ გვაძლევს სხვა რწმენისა და ენის დევნილობის მაგალითებს. პირიქით, აღსანიშნავია ამ მხრით ფართე თავისუფლება როგორც საერო, ასევე ეკლესიურ სარწმუნოებრივ სფეროშიც. იმავე წელს გიორგი შერვაშიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე მიტროპოლიტმა ამბროსიმ კაფეოდ განმარტა, რომ თითოეულ ხალხს აქვს თავისი ზნეჩვეულებანი, მიდრეკილებანი, თავისი ნაციონალური ეკლესიური ტრადიციები.
არავის არ აქვს უფლება მათ შეეხოს და შეცვალოს. მოსწოს ვითომ იმისათვის, რომ ეკლესიაში დაამკვიდროს ერთიანობა მღვდელმსახურებისა. ეს არ იქნება გამომხატველი სარწმუნოებრივი ერთიანობისა თანასწორთა შორის, არამედ მხოლოდ ადმინისტრაციულისა. ნაციონალური განსხვავებანი შენახული უნდა იქნენ. დღევანდელი 21 საუკუნის გადასახედიდანაც უნაკლო და სამაგალითოა ამბროსი ხელაიას ხედვა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობასთან დაკავშირებით. იგი დარწმუნებული იყო, რომ ძალა ერთობაშია. შესაბამისად, ამ მოძმე ხალხების, უწინარესად კი აფხაზების თვითმყოფადობის შენარჩუნების აუცილებელ პირობად ძმებს შორის ერთიანობის სრულ აღდგენას მიიჩნევდა. 1919 წელს სოხუმის ტაძარში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ლეონიდესთან შეხვედრისას მიტროპოლიტ ამბროსის მიერ მონიშნული გეზი ახლაც აქტუალურია. აფხაზეთი 100 წლის მონობის შემდეგ განიცდის ხანას, როდესაც მან უნდა მოიგონოს და მონახოს თავისი ისტორიული გზა და შეუერთდეს დედა კათოლიკე ივერიის ეკლესიას. აფხაზეთის ტაძრების დიდებულ ნაშთებზე ღრმად არის ბეჭედი ქართველთა და აფხაზთა ძმური კავშირისა. ძმურად ხელიხელ ჩაკიდებულის მუშაობისა. საჭიროა ამ ძველი გზის მონახვა, კავშირის განახლება. აფხაზ ქართველთა კვლავ ძმურად ჩახიდონ ხელი ერთმანეთსა და შეერთებული ძალებით გამარჯვებით იარონ ცხოვრების გზაზე. ძალა ერთობაშია. ეს შეიგნეს აქაურმა მოწინავე მოღვაწეებმა და ხალხმა. აფხაზეთი ეკლესიურად გაერთიანდა საქართველოსთან. მხოლოდ ამ ერთიანობის გამტკიცებით შეგვეძლება ჩვენ და განსაკუთრებით აფხაზებს შეენარჩუნონ თავიანთი ვინაობა, ენა, ზნეჩვეულებანი, ნაციონალური თავისებურება მიდრეკილებანი. ერთი სიტყვით ყველაფერი ის, რაც ანიჭებს ხალხს ნაციონალურ ელფერს. ამაშია საფუძველი აფხაზთა მომავლის კეთილდღეობისა. ეს არ იყო ლიტონის სიტყვები. ამბროსი ხელაიას კარგად ესმოდა არა მხოლოდ აფხაზთა, არამედ ჩრდილო კავკასიის ხალხთა მთავარი პრობლემა. რუსეთის იმპერიის ექსპანსია. და სწორედ ამ კონტექსტში განიხილავდა ისლამის განსაკუთრებით მომძლავრებასაც ამ რეგიონში. 1921 წლის 15 ოქტომბერს საქართველოს კათოლიკოსი აღნიშნავდა. აფხაზეთი მუდამ იყო საქართველოს ნაწილი. მასთან საუკეთესო ნაწილი ჩვენი მშობლიური ეკლესიის. რუსეთის აგრესიულმა დენამ კავკასიისკენ, მისმა მიდრეკილებამ აქაურ მკვიდრთა დამორჩილებისამ გამოიწვია მთელთა ბრძოლა და ახალი პოლიტიკურ სარწმუნოებრივი მოძღვრება მიურიდებისა, რომელიც მიმართული იყო რუსების და განსაკუთრებით კი მათი სარწმუნოების წინააღმდეგ. მიურიდობა ცდილობდა მაჰმადის სარწმუნოების ქადაგებით გააერთიანებინა ყველა კავკასიელი მტრის წინააღმდეგ. ამისათვის აფხაზეთში მეტისმეტად გაძლიერდა მაჰმადიანობის ქადაგება და აფხაზთაგან ბევრი გადუდგა ქრისტიანობას. ქართულ-აფხაზურ ერთობაზე საუბრისას ამბროსი ხელაია ეფუძნებოდა აფხაზებსა და ქართველებს შორის არსებულ იმ ღრმა ნათესაურ და სულიერ კავშირს, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა დამპყრობლის ხანგრძლივ შემოტევებს გაუძლო. ამ მხრივ განსაკუთრებით მრავლისმეტყველია ერთი ეპიზოდი ამბროსი ხელაიას სიტყვიდან, რომელიც მან 1907 წელს აფხაზეთის ყოფილი ეპისკოპოსის ალექსანდრე ოქროპირიძის დაკრძალვაზე წარმოთქვა. 1866 წლის ამბოხის ჩაქრობის შემდეგ აფხაზთა უმრავლესობა იძულებული გახდა საცხოვრებლად ოსმალეთში გადასულიყო. ამ უბედურ დროს, როცა აფხაზთათვის ყველა ქრისტიანის სახელის მატარებელი საზიზღარი იყო, მხოლოდ ყოვლად სამღვდელო ალექსანდრეს ჰქონდა აფხაზებთან კავშირი. მხოლოდ მას უზიარებდნენ თავიანთ ჭირვარამს, მას ენდობოდნენ. აი ამ ხანებში წრებს მთავართან შემოდის ერთი მაჰმადიანი აფხაზი, სახელად ურუსი, თავისის 12 წლის ვაჟით. როდესაც ყოვლად სამღვდელომ ჩვეულებრივი ალერსიანი კილოთი კითხა მოსვლის მიზეზი, ურუსმა ამაზე პასუხად მიუღო. შენთან მოვედი კეთილო მწყემსო და მამაო. მე სამუდამოდ დოვებ ჩემს სამშობლოს, ოსმალეთში გადავდივარ საცხოვრებლად და ჩემი ვაჟი შენ მოგიყვანე. მეტი არა გამოჩნიარე, ცოლი და სხვა შვილები ადრე დავკარგე.
არ ვიცი რა მომელის უცხო მხარეში, მაგრამ მაინც ვტოვებ ჩემ საყვარელ სამშობლოს. არ მინდა ჩემი უბედურება ჩემს ერთადერთ ვაჟს გაუზიარო და შენთან მოვიყვანე. მოწყალეო მამაო, ვიცი მიიღებ, აღზრდი ქრისტიანულად და იქნება ბედნიერი. წმინდა აღმსარებელ ამბროსის შესახებ თამამად შეიძლება იგივე ითქვას, რაც თავად მან ილია მართლის შესახებ თქვა. ამისთანა კაცი სიკვდილის შემდეგაც თავისის ნამოქმედარ ნაღვაწით მასწავლებელი და დამრიგებელია, რადგან მოციქულის თქმით ის სიკვდილის შემდეგაც მეტყველებს. ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. მოძებნას ზიანს აყენებს მუცლად მყოფ ბავშვს. მოძებნა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის. 1908 წლის 28 მაისს რუსეთის წმინდა სინოდში თბილისიდან საგანგებო დეპეშა გაიგზავნა. გაცნობებთ, რომ დღეს დილის 11-ის ნახევარზე საეგზარქოსო კანტორის შენობაში რევოლვერიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრეს ეგზარქოსი ნიკონი. თავდასხმა ვესტიბიულის კიბეებთან მოხდა. დაჭრილი ეგზარქოსი საკუთარ მოსასვენებელში გადავიყვანეთ, სადაც მისი უწმინდესობა 20 წუთის შემდეგ გარდაიცვალა. ეგზარქოსის წყვილობის შესახებ მაშინვე ვაცნობეთ პოლიციასა და სასამართლოს. წერდნენ ეპისკოპოსი პეტრე კენჭოშვილი, ეპისკოპოსი გრიგორი ვახნინი, არქიმანდრიტი ამბროსი ხელაია, პროტოპრესვიტერი ანტონ თოთიბაძე. ეგზარქოსის წყვილობის ამბავი მაშინვე მოვიდო მთელ თბილისს. ეს უკვე მეოცე სასიკვდილო განაჩენი იყო, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში უცნობლელება გუბერნიის უმაღლეს იერარქიებს გამოუტანეს. მანამდე მოკლეს კავკასიის სამხედრო ოლქის ხელმძღვანელი გენერალი გრიაზნოვი. მოკლეს თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორი დობრონრავოვი. ეგზარქოსის წყვილობამდე რამდენიმე თვით ადრე მოკლეს დარის მონასტრის ხაზინადარი ბერი გავრილი. სადამდე მივიდოდა, ანუ ვიზე შეჩერდებოდა წყვილობების სერია. არა მხოლოდ მთავარმართებელმა ბოროცოვ დაშკოვმა, არამედ საიდუმლო პოლიციის უფროსმა ერუმინმას კი არ იცოდა. ეგზარქოსის წყვილობის გამოძიება ჟანდარმერიის საგანგებო საქმეთა გამომძიებელს მალინოვსკის დაევალა. გამოძიებაში ჩაერთო გუბერნიის სასამართლო პალატის პროკურორი ფიოდოროვი. პროკურორი და გამოძიებელი სრულ კოორდინაციაში იყვნენ პოლიტიკურ პოლიციასა და ოხრანკასთან. საკუთარ გამოძიებას აწარმოებდა ასევე წმინდა სინოდის ობერპროკურორის სარევიზიო კომისია, რომელმაც საგანგებო წარმომადგენლებიც კი გამოგზავნა თბილისში. საეგზარქოსო კანცელარიის ვესტიბიულში მომხდარი თავდასხმიდან სულ რამდენიმე საათში თბილისში გავრცელდა ხმები, რომ ეგზარქოსზე განხორციელებული თავდასხმა ბოლშევიკი კობას დაჯგუფების მოწყობილი იყო, რომელიც მოგვიანებით სტალინის სახელით გაიცნო მსოფლიომ. ჭორები უსაფუძვლო არ იყო. კობას კრიმინალური შესაძლებლობების შესახებ ამგვარი აზრი ჰქონდა არა მარტო ხალხს, არამედ ოხრანკასაც. სწორედ კობას ჯგუფს მიაწერდნენ გახმაურებულ მკვლელობებს, მათ შორის ილია ჭავჭავაძის მკვლელობასაც, რომელიც ეგზარქოს ნიკონის მკვლელობამდე სულ რამდენიმე თვით ადრე მოხდა. მაშინ ილია ჭავჭავაძის მკვლელობის კვალი სწორედ კობას დაჯგუფებამდე მივიდა.
ამ დაჯგუფებას დაუმტკიცდა ასევე პასკევიჩ ერემანსკის ახლანდელი თავისუფლების მოედანზე მოწყობილი სასაკლაოც. ეგზარქოსის წყვილობიდან ერთი თვეც არ იყო გასული, რომ საბაკო დილიჯანსის ძარცვას 40-მდე უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ეგზარქოსის სტატუსიდან გამომდინარე, ასეთ ფიგურაზე თავდასხმის მომზადება და შემდეგ მისი ლიკვიდაცია მხოლოდ ისეთ ორგანიზებულ ძალას შეეძლო, როგორსაც ბოლშევიკები წარმოადგენდნენ. ყოფილი სემინარისტი სოსო ჯუღაშვილი მეტსახელად ყობა კავკასიაში ბოლშევიკთა ექსპროპრიაციის დაჯგუფებას საუკუნის დასაწყისიდან ხელმძღვანელობდა. მას არა მხოლოდ თბილისის გუბერნიაში, არამედ მთელ იმპერიაში ჭკვიანი და დაუნდობელი მეთაურის სახელი ჰქონდა გავარდნილი. ხალხი დარწმუნებული იყო, რომ ეგზარქოსის მკვლელობა სწორედ ყობას დაჯგუფებამ მოაწყო. ეს ეჭვები კიდევ უფრო გამტკიცდა მას შემდეგ, რაც ყობამ მკვლელობის მიზეზზეც და მოტივზეც საჯაროდ თვითონვე მიანიშნა. 31 მაისს სოციალ-დემოკრატთა მენშევიკურ გაზეთში ნაპერწკალი ეგზარქოსის მკვლელობის შესახებ სარედაქციო სტატია გამოქვეყნდა. წერილში პოლიტიკური მოძრაობა გმობდა ეგზარქოს ნიკოლეს მკვლელობას და სიმართლის გარკვევას ითხოვდა. მკვლელების გასამართლება არის ერთადერთი საშუალება, რათა სამუდამოდ ჩამოერეცხოს ადგილობრივმა ხალხმა ეს სამარცხვინო ლაქა. წერდნენ მენშევიკები. ყოფილი თანაპარტიელების პოზიციით აღშფოთებულმა ყობამ მენშევიკების პოზიციას დიდი სირცხული უწოდა. საპასუხო წერილში ისინი უპრინციპობასა და გაყიდველობაში დაადანაშაულა. მენშევიკთა უპრინციპობა ჯერ არასდროს არ დაცემულა ამ დონემდე. მკვლელები ხულიგნები არ არიან, მათ აქვთ მიზეზი მკვლელობისა და იმის მაგივრად, რომ ამ მიზეზებზე იყოს საუბარი, ჩვენ გვაქვს შეფასება იმ ადამიანის მკვლელობისა, ეგრეთ წოდებული ეგზარქოსისა, რომელიც უსახლკაროების მძარცველი იყო. წერდა ყობა საპასუხო წერილში. ბოლშევიკებისგან განსხვავებით, ეგზარქოსის მკვლელობა საჯაროდ დაგმო ქართულმა საზოგადოებამ. სამგლოვიარო დღეებში მუშაობა შეაჩერა თბილისის საკრებულომ. გლოვას შეუერთდა ქართული სამღვდელოებაც. სიონის ტაძარში დასვენებული ეგზარქოსის პანაშვიდებზე სამგლოვიარო წირვა ლოცვა აღავლინა თითქმის ყველა ქართველმა მღვდელმთავარმა. არქიმანდრიტი ამბროსი ხელაია კი ეგზარქოსის მკვლელობას ამ სიტყვებით გამოეხმაურა. ქრისტიანობა არის ადამიანებში სისხლის წყურვილისა და ცხოველური ვნებების შემაკავებელი საწყისი. ჩანს ეს საწყისი უგზოუპლოდაა ჩაკარგული მკვლელების სულებში. ავტოკეფალისტთა რეაქცია და ბოლშევიკთა საგაზეთო პუბლიკაციები კიდევ ერთი დამატებითი არგუმენტი იყო საიმისოდ, თუ სად და რომელ სოციალურ ჯგუფში უნდა მოძებნილიყვნენ ეგზარქოსის მკვლელები. თბილისის ჟანდარმერიის საგანგებო საქმეთა გამომძიებლის მალინოვსკის სამუშაო მაგიდაზე მკვლელობის უამრავმა ვერსიამ მოიყარა თავი. თითოეულ ვერსიაში მკვლელთა და შემკვეთთა სხვადასხვა სახელი და გვარი ფიგურირებდა. ერთადერთი, რაც ამ ვერსიებს აერთიანებდა, ეს ყობა და ბოლშევიკური პარტია იყო. ფაქტების მიუხედავად, გამოძიება მაინც სულ სხვა მიმართულებით წარიმართა. ჯერ კიდევ ეგზარქოსის დაკრძალვამდე გამოძიების მთავარი სამიზნე არა ბოლშევიკები და მათი ტერორისტული დაჯგუფების უფროსი ყობა, არამედ ქართველი მღვდელმთავრები და მათი ლიდერი ეპისკოპოსი კირიონი გახდა. გამოძიების არჩევანი შემთხვევითი არ იყო. თუ ილია ჭავჭავაძე და მისი მხარდამჭერები საქართველოს ავტონომიისთვის იბრძოდნენ, ქართველი მღვდელმთავრები კირიონის მეთაურობით საქართველოს ეკლესიისთვის წართული სტატუსის აღდგენას მოითხოვდნენ. ავტოკეფალისტების და ავტონომისტების საბოლოო მიზანი ერთი იყო: საქართველოს დამოუკიდებლობისა და მისი ისტორიული საზღვრების აღდგენა. იმ დროს ქართული ეროვნული იდეა და ისტორიული სამართლიანობის აღდგენის პერსპექტივა ილია ჭავჭავაძესთან და ეპისკოპოს კირიონთან იყო გაიგივებული. ეროვნული იდეა მიუღებელი იყო როგორც მეფის ხელისუფლებისთვის, ასევე ბოლშევიკებისთვისაც, რომლებიც ეროვნულობის ცნებას საერთოდ უარყოფდნენ. აქ ოხრანკისა და ბოლშევიკთა ინტერესები ერთმანეთს ემთხვეოდა. იდეოლოგიური მოწინააღმდეგეების ჩამოშორება ოხრანკისა და ბოლშევიკების მთავარ საზრუნავად იქცა. წიწამურში გასროლით ქართულ ეროვნულ იდეას პირველი დარტყმა მიაყენეს. ჯერი ახლა უკვე კირიონზე იყო. გამოძიებამ უპირველესად ეპისკოპოს კირიონსა და სხვა ქართველ მღვდელმთავრებზე თვალთვალის დაწესება მოითხოვა. თვალთვალის ძირითადი მოტივი გამოძიებელ მალინოვსკისთვის ეპისკოპოს კირიონის ჯგუფის ეროვნული ორიენტაცია იყო, რადგან იმ პერიოდში ეროვნული იდეოლოგიის ერთ-ერთ მთავარ საღდენს სწორედ ეპისკოპოსი კირიონი, არქიმანდრიტი ამბროსი ხელაია და რიგი ქართველი მღვდელმთავრები წარმოადგენდნენ.
ისინი კატეგორიულად ითხოვდნენ 1811 წელს უკანონოდ გაუქმებული ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას. გამომძიებლის აზრით, შესაძლებელი იყო მკვლელობის ორგანიზება სწორედ ავტოკეფალისტებს დაეგეგმათ, რადგან ეგზარქოსი ნიკონი ქართული ეკლესიისთვის ავტოკეფალიის დაბრუნებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. მკვლელობაც შესაძლოა ამ მოტივით მოხდარიყო. ჟანდარმერიის უფროს ერიუმინის სახელზე გაგზავნილ ანგარიშში კირიონისთვის თვალთვალის დაწესების მოთხოვნის სასარგებლოდ სხვა არგუმენტებიც იყო მოტანილი. გამომძიებელი ამტკიცებდა, რომ დურნოვოს ავტორობით გამოქვეყნებული პუბლიკაციები, სადაც საქართველოში რუსული ეკლესიის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ფაქტებზე იყო საუბარი, ეკუთვნოდა არავინმე დურნოვოს, არამედ ეპისკოპოს კირიონს, რომელსაც ფსევდონიმად გვარი დურნოვო ჰქონდა აღებული. დურნოვო ქართულად საზაგას ნიშნავს. კირიონი კი გვარად საძაგლიშვილია. მასასადამე სწორედ კირიონი აქვეყნებს ცელისწამებლურ წერილებს დურნოვოს ფსევდონიმით. წერდა გამომძიებელი მალინოვსკი ჟანდარმერიის უფროს ერიუმინს. სინამდვილეში პუბლიცისტი ნიკოლოზ დურნოვო მართლაც არსებობდა და ის საკმაოდ ცნობილი პიროვნება იყო საერო და სასულიერო წრეებში. ის საეკლესიო ისტორიისა და კანონმდებლობის საუკეთესო სპეციალისტად ითვლებოდა. როგორც კანონისტი, ნიკოლოზ დურნოვო ავტორიტეტით სარგებლობდა არა მარტო რუსეთში, არამედ მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში. მისი ცნობილი წიგნი ქართული ეკლესიის ბედი ერთადერთი ნაშრომი იყო, სადაც დაწვრილებით იყო განხილული რუსული ეკლესიის დანაშაულებრივი ქმედებები საქართველოში. კირიონის ბრალეულობის დასადასტურებლად გამომძიებლის მიერ მოტანილი არგუმენტების ჩამონათვალში ეგზარქოს ნიკონის საიდუმლო პროექტს მესამე ადგილი ეკავა. ამ პროექტის მიხედვით უნდა გაუქმებულიყო საქართველოს საეგზარქოსო და ქართული ეპარქიები რუსულ ეპარქიებს შეერთებოდა. ჩანს ავტოკეფალისტებმა ამ საიდუმლო პროექტის არსებობა შეიტყვეს და გზიდან ჩამოიშორეს ეგზარქოსი. წერდა გამომძიებელი მალინოვსკი ჟანდარმერიის უფროს ერიუმინს. ანგარიში ასევე ხაზგასმით იყო მინიშნებული, რომ ეგზარქოსის წყვილობამდე 2 კვირით ადრე ეპისკოპოსი კირიონი თბილისში იმყოფებოდა. 1905 წლის რევოლუციის შემდგომი პერიოდი იმპერიაში ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობათა გააქტიურებით გამოირჩეოდა. იმპერიის განაპირა გუბერნიებში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ხალხს ეროვნულ პოლიტიკური უფლებების გაფართოებისკენ ღიად მოუწოდეს. ეროვნულმა მოძრაობამ ქუთაისსა და თბილისის გუბერნიებშიც გამოიღვიძა. როგორც ოხრანკაში ამბობდნენ, რევოლუციის შემდეგ ქართველები უკვე ხმამაღლა ალაპარაკდნენ იმის შესახებ, რაზეც ადრე მხოლოდ ჩუჩულით საუბრობდნენო. იმპერიული ძალები სწორედ 1905 წლის რევოლუციას მიაწერდნენ თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებში სამღვდელოების მიერ ავტოკეფალური იდეების საჯარო პროპაგანდას. 1905 წლის 19 მარტს ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში გაიმართა იმერეთის ეპარქიის სასულიერო პირთა თავყრილობა. ყრილობაზე იმერეთის ქართველმა მღვდელმთავრებმა შეადგინეს ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და კათალიკოს პატრიარქის არჩევნის უფლების მოთხოვნა, რომელიც მაშინვე მინისტრთა კაბინეტს გადაეგზავნა. უკვე 28 მაისს მსგავსი შეკრება თბილისით შედგა. ვერის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის ტერიტორიაზე ქართველმა სამღვდელოებამ შეიმუშავა პეტიცია. თბილისში მიიღებული პეტიცია ქუთაისში შედგენილი მოთხოვნის ანალოგიური იყო. იმპერატორ ნიკოლოზ მეორის სახელზე შექმნილ ტექსტში 412 სასულიერო პირი კატეგორიულად მოითხოვდა წართმეული ავტოკეფალიის აღდგენას. 31 მაისის კრების მონაწილე სასულიერო პირები დროშებით, ჯვრებითა და ხატებით გოლოვინის ახლანდელი რუსთავის პროსპექტზე გამოვიდნენ. ისინი მეფის ნაცვალ ვორონცოვ დაშკოვის სასახლისკენ პეტიციის გადასაცემად გაემართნენ. სასულიერო პირებმა პეტიციის გადაცემა ვერ შეძლეს. ეგზარქოს ალექსის ლოცვა-კურთხევით შეერაღებულმა კაზაკთა რაზმებმა მსვლელობა დაარბიეს. დასისხლიანებულმა მღვდლებმა ტრამვაის ვაგონებსა და იქვე მდგარ სახაზინო თეატრს შეაფარეს თავი. მსვლელობის დარბევამ შექმნილი კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა. სასულიერო პირების ცემატყების გამო მთავარმართებელს პროტესტი გამოუცხადეს ქართული საზოგადოების წარმომადგენლებმა, ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა, იაკობ გოგებაშვილმა, ნიკო ნიკოლაძემ. ამგვარ სითამამეს იმპერია ცხადია ასეულად არ შეაჩენდა ქართველებს. უმადური ერთმორწმუნეებისა და მათი შეუპოვარი ლიდერების დასაჯელად პეტერბურგში საპასუხო გეგმები შეადგინეს. ეს გეგმებიც მალე გამომჟღავნდა. თუმცა ქართული სამღვდელოებისთვის სადამჟელო ვერდიქტის გამოტანამდე
გუბერნიაში ვითარება იმდენად გართულდა, რომ აუცილებელი გახდა ავტოკეფალისტებთან გარკვეულ კომპრომისზე წასვლა. მთავარმართებელმა მოროცოვ დაშკომმა პეტერბურგში მთავრობა დაარწმუნა, რომ თუ ავტოკეფალიის აღდგენის საკითხი არ იქნებოდა განხილული, თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებში პროცესები შეიძლებოდა უმართავი გამხდარიყო. რუსეთის წმინდა სინოდის იმპერატორის წარმომადგენელმა დიდი საეკლესიო კრებისთვის მზადების ბრძანება გასცა. სინოდის წევრები ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ისტორიული წყაროების შეგროვებას შეუდგნენ. ეპისკოპოსი კირიონი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ორიოლის ეპარქიიდან ადევნებდა თვალს. ავტოკეფალიის და თითოეული ნაბიჯი სწორედ მასთან თანხმდებოდა. წმინდა სინოდის კულუარებში მიმდინარე მოვლენების შესახებაც სწორედ ისაყრებდა საქმის კურსში ავტოკეფალისტებს. 1905 წლის 30 ნოემბერს დეკანოს იოსებ ჩიჯავაძეს კირიონის წერდა. ნახე ფლაბიანე, ბევრი მელაპარაკა ჩვენ საეკლესიო საქმეებზე. მე პირდაპირ ვუთხარი, რომ საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალია უნდა დაუბრუნდეს მეთქი. ფლაბიანემ მითხრა, თუ ეგზარქოსად ქართლს დაგნიშნავენ, ამას უნდა დასჯერდეთ და დაშოშმინდეთო. კირიონის მიმართ საქართველოს ყოფილი ეგზარქოსის შეთავაზება შემთხვევითი არ ყოფილა. ცენტრში კარგად იცოდნენ, თუ ვინ მართავდა ავტოკეფალიის აღდგენისკენ მიმართულ პროცესებს საქართველოში. ამიტომაც ეს სიახლე მასთან საგანგებოდ გაახმაურეს. ახლა სწორედ კირიონზე იყო დამოკიდებული შემოთავაზებულ წინადადებაზე დათანხმდებოდა თუ ბრძოლას გააგრძელებდა. ეპისკოპოსმა კირიონმა ბრძოლის გზა აირჩია. უკვე 30 დეკემბერს კირიონმა დეკანოს იოსებ ჩიჯავაძეს მისწერა. კარგად უნდა აიწონოს საქმე, თორემ შეიძლება სამუდამოდ გავაფუჭოთ ყველაფერი. ზოგჯერ სიწყნარე გმობილი სჯობს სიჩქარეს ქებულსა. ქართველი ეგზარქოსის დანიშვნით უნდათ დაგვაკმაყოფილონ, მაგრამ ვერ მივართვი. 1906 წლის 8 მარტს პეტერბურგში მუშაობა დაიწყო წმინდა სინოდის საეკლესიო კრებამ. კრებაზე საქართველოს ინტერესების დასაცავად პეტერბურგში ჩავიდნენ ეპისკოპოსი კირიონი და ეპისკოპოსი ლეონიდე. ეპისკოპოს კირიონს 9 მოხსენება ჰქონდა მომზადებული ქართული ეკლესიის 15 საუკუნოვანი ისტორიის შესახებ და მათში დასაბუთებული იყო ავტოკეფალიის აღდგენის აუცილებლობა. სხდომაზე ეპისკოპოს კირიონს რუსი დეკანოზები ტიმოთე ბუტკევიჩი და ივანე ვოსტორგოვი დაუპირისპირდნენ. მათ კირიონი სოხუმის ეპარქიაში აფხაზების, რუსებისა და ბერძნების შევიწროებაში დაადანაშაულეს. სინოდი მეგრელებსა და სვანებს არაქართველებად მიიჩნევდა და იქაური სკოლებიდან და ეკლესიებიდან ქართული ენის გაძევებას მოითხოვდა. კირიონს ბრალსდებდნენ სოხუმის ეპარქიაში გრიგორიევის სახელმძღვანელოს უგულებელყოფასა და ამ სახელმძღვანელოს ნაცვლად მისი მეგობრის იაკობ გოგებაშვილის დედაენის გამოყენებაში. კირიონს ასევე აბრალებდნენ აფხაზების გაქართველებასაც. ბუტკევიჩისა და ვოსტორგოვის პოზიციების პარალელურად ავტოკეფალიის მოწინააღმდეგეებს შორის განსაკუთრებული აგრესიით მაინც ქართველი ეპისკოპოსები დიმიტრი აბაშიძე და ექვთიმე ელიაშვილი გამოირჩეოდნენ. სხდომების დასრულების შემდეგ კირიონმა იოსებ ჩიჯავაძეს მისწერა. ღმერთმა დასწყალოს ელიაშვილი აქაც და იქაც. ადრე რომ მოგწერე ელიაშვილზე, ეხლა აქ არის და დაიარება ობერპროკურორთან. ჩანს მას უნდა ეგზარქოსობა. ეს ისეთი ყაიდის კაცია, რომ 60-ხეშიც არ დასტოვებს თავის ვერაგობას. ძალიან შევთათხე კრებაზე. პირდაპირ ვუთხარი თქვენისთანა ქვეყნის გამყიდველი არ სჭირდება სამშობლოს მეთქი. პეტერბურგში წმინდა სინოდის სხდომებზე საქართველოს ეკლესიის საკითხის განხილვამ უშედეგოდ ჩაიარა. ეპისკოპოს კირიონს შეუფარავად მიანიშნეს, რომ საეკლესიო საკითხში ერთადერთი დათმობა ქართველი ეგზარქოსის დანიშვნა იქნებოდა. თავიდანვე ნათელი იყო, რომ პეტერბურგში გამართული სხდომები ქართველი მღვდელთმოების დაშოშმინებას ემსახურებოდა. რუსული სამღვდელოება და მეცნიერები რეალურად არ ინტერესდებოდნენ ქართული ეკლესიის მომავლით. ამიტომ კირიონის არგუმენტებისთვის ყური არც არავის დაუღდია. ერთადერთი, რაც სინოდმა დათმო, სასულიერო სკოლებში ქართულ ენაზე სწავლისა და სოფლის ეკლესიებში ქართულად წირველაცვის ჩატარების უფლების აღდგენა იყო. პეტერბურგიდან წამოსვლამდე კირიონმა ისევ მისწერა წერილი ჩიჯავაძეს. აქ როგორც ვატყობ, საქმე საბოლოოდ ვერ გარიგდება. საქართველო უბედურ ვარსკვლავზე გაჩენილა და უბედურადაც მიდის ჩვენი საქმე. მიუხედავად ამისა, ეხლა შესანიშნავი მომენტია ქვეყნის სამსახურისთვის. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, ხოლო ნამოქმედარის აღწერა მემატიანეს მივანდოთ.
თბილისში ვითარების ჩაწყობის შემდეგ იმპერიამ გადაწყვიტა, რომ ქართველთა ეროვნული გრძნობების გამოცოცხლების გამო ერის თავკაცებთან ანგარიშწორების დრო დადგა. რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ მეორემ ეგზარქოსად ავტოკეფალიის ყველაზე მგზნებარე მოწინააღმდეგე, წმინდა სინოდის მღვდელმთავარი, არქიეპისკოპოსი ნიკონ სოფიელი გამოაგზავნა. ნიკონის გამოგზავნით იმპერიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არ აპირებდა ავტოკეფალისტებისთვის რაიმეს დათმობას. ახალი ეგზარქოსი მაშინვე შეუდგა პეტერბურგში დამტკიცებული გეგმის შესრულებას. პირველი რაც მან გააკეთა, ეს იყო ეპისკოპოს კირიონის კავკასიიდან გაწვევა. 1907 წლის იანვარში იმპერატორის ბრძანებით კირიონი სოხუმის ეპარქიიდან ლიტვის და კოვნოს, ანუ კაუნასის მეუფედ დაინიშნა. იმავე წლის 28 აგვისტოს მოკლეს ილია ჭავჭავაძე. ცხადია, მკვლელობის საქმე ბოლომდე გამოუძეველი დარჩა. ხოლო ეგრეთ წოდებული დაუდგენელ პირთა ჯგუფი, ანუ მკვლელები, დაუჟელი. თავარი მოწინააღმდეგის კავკასიიდან მოშორების შემდეგ ნიკონი საქართველოს საეგზარქოსოს რეორგანიზაციას მიუბრუნდა. რეორგანიზაციის საიდუმლო გეგმით საქართველოს საეგზარქოსოს 3 დამოუკიდებელი ეპარქიით უნდა ჩანაცვლებულიყო. პირველ ერთეულად თბილისი, ბაქო, ელიზავეტოპოლის ეპარქია მოიაზრებოდა, რომლის ფარგლებში მოექცეოდა აღმოსავლეთ საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი და ყარსის ოლქი. ეპარქიას, რა თქმა უნდა, რუსი ეპისკოპოსი ჩაუდგებოდა სათავეში. ამ ეპარქიაში მხოლოდ ერთ ქართველ მღვდელმთავარს, კერძოდ გორის წარმომადგენელს ექნებოდა მეუფის სტატუსი. შემდეგ მოდიოდა ქუთაის ოზურგეთის ეპარქია, ქართული ეპისკოპოსით. ამ ეპარქიაში შევიდოდა იმერეთისა და გურიის ტერიტორიები, ასევე რაჭა, რომელსაც თავისი მეუფე ეყოლებოდა. მესამე იქნებოდა სოხუმისა და ახალი სენაკის ეპარქია რუსი ეპისკოპოსით სათავეში. ამ ეპარქიაში გაერთიანდებოდა აფხაზეთის, სამეგრელოსა და აჭარის ტერიტორიები. რეორგანიზაცია ითვალისწინებდა ასევე გუდაურისა და ჯავის ზოლის ვლადიკავკაზის ეპარქიასთან შეერთებას. ასე უნდა გამქრალიყო საბოლოოდ 15 საუკუნოვანი ქართული ეკლესია. ნიკონი არ წუნებდა წმინდა სინოდს, რომ ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში არათუ ავტოკეფალური მოძრაობა, არამედ ქართულენოვანი მრევლიც კი აღარ იარსებებდა. იმპერია გადამწყვეტი შეტევისთვის და ქართველების რუსიფიკაციის საბოლოო ეტაპისთვის ემზადებოდა. ნიკონის მკვლელობაში ახალი პერსონაჟებისა და მოტივების გამოჩენის მიუხედავად, გამოძიება პირვანდელ მოცემულობას აცვლიდა. და მკვლელობიდან თითქმის 6 თვის გასვლის შემდეგაც კი ბრალდება ჯერ არავის კონდა წაღნებული. სამაგეროდ წმინდა სინოდმა იპოვა არაპირდაპირი დამნაშავეები და 1908 წლის 20 დეკემბერს ეგზარქოსის მკვლელობასთან დაკავშირებით 6 პუნქტიანი გადაწყვეტილება მიიღო. მეხუთე პუნქტში მოკლული ეგზარქოსის მიერ შემოთავაზებული რეორგანიზაციის პროექტი უცროდად იყო გადაწერილი. პირველ პუნქტად მიდიოდა კირიონისთვის ეპისკოპოსობის ჩამორთმევა და მისი სანაკსთაის უდაბნოს მონასტერში გადასახლება. შემდგომი პუნქტი გულისხმობდა არქიმანდრიტ ამბროსი ხელაიასთვის სასულიერო პირის სტატუსის შეჩერებას და მის რიაზანის ეპარქიაში გადასახლებას. წმინდა სინოდის მიერ დაკისრებული საჯელის მიუხედავად, პროკურორს კირიონისა და ამბროსისათვის ოფიციალური ბრალდება არ წაუყენებია. მეტიც, 1909 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თბილისის საოლქო სასამართლომ ეგზარქოს ნიკონის მკვლელობის შესახებ საქმის წარმოება შეწყვიტა. მიუხედავად საქმის წარმოების შეწყვეტისა, კირიონისთვის სანაქსარის უდაბნოს მონასტერში სასჯელის მოხდა არავის გაუქმებია. პირიქით, ეპისკოპოსს საგანგებო მეთვალყურეს დაუნიშნეს, რომელიც კირიონის ყოველ ნაბიჯს აგვირდებოდა და ამის შესახებ პეტერბურგში აგზავნიდა ანგარიშს. ჯანმრთელობა შერყეული კირიონი გადასახლებიდან ყოველდღე წერილით ამხნევებდა სამშობლოში მყოფ თანამოაზრეებს. ჩემი აქ ყოფნა მძიმეა, მაგრამ უფრო დამძიმდება, როდესაც გულსაკლავი ამბავი მომივა თქვენგან. მომავალი ჩვენ ხელშია. კეთილსინდისიერი შრომაა მისი დამოგვირგვინებელი. წინ ფიანდაზის მაგივრად მართლა ეკლიანი გზა გვიდევს, მაგრამ ვარდი უეკლოთ ვის მოუკრეფია. სიყვარულით უნდა ავიტანოთ ტანჯვა. ძალა ტანჯვაშია. 1914 წლის 23 მაისს გადასახლებიდან მეხუთე წელს კირიონმა იმპერატორს წერილით მიმართა. წერილში ის ახსენებდა რუსეთ-იაპონიის ომის დროს მის მიერ გამოჩენილ საქველმოქმედო ინიციატივებს, რომელთა გამოც იმპერატორის მეუღლისგან ორჯერ მიიღო მადლობა.
დევნილი ეპისკოპოსი აწვდომდა იმპერატორს, რომ ის უდანაშაულო იყო. თუმცა კი მისი უდანაშაულობა სასამართლოს ჯერ კიდევ 5 წლის წინ ჰქონდა უკვე დამტკიცებული. ჯერ კიდევ 6 წლის წინ გასაუქმებელი სასჯელი იმპერატორმა კირიონს მხოლოდ 1915 წელს გაუუქმა. დევნილ ეპისკოპოსს ხარისხი აღუდგინეს. ვიტებს პოლოცკის ეპარქია ჩააბარეს და წმინდა ანას ორდენითაც კი დააჯილდოვეს. ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, კირიონისთვის სამშობლოში დაბრუნების ყველა ლეგალური გზა მსოფლიო ომის დროსაც კი იმპერიამ ისევ ჩაკეტილი დატოვა. გადასახლებაში უსამართლოდ გატარებულ წლებზე პასუხისმგებელი არავინ ჩანდა. ტყუილისა და მართალიც პირველი მსოფლიო ომის ქვემეხების გრიალში იყო ჩაკარგული. ახლა რომანოვების დინასტიის ბედი საქართველოსთან სულ ახლოს ყარსის ოლქში წყდებოდა. თურქების დამარცხებამ რომანოვებს მაინც ვერ უშველა. დასავლეთის ფრონტზე მარცხის შემდეგ იმპერიის ცენტრში რევოლუცია მიფეთქა და 1907 წლის 25 თებერვალს ნიკოლოზ მეორე ტახტიდან გადადგა. ხელისუფლება დროებითი მთავრობის ხელში გადავიდა. ავტოკეფალისტებმა იმპერიაში შექმნილი მდგომარეობით ისარგებლეს და 12 მარტს მცხეთაში სვეტიცხოვლის ტაძარში 1000-ობით ადამიანის თანდასწრებითა და ხელმოწერით ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეს, რომელიც გურია ოდიშის კათოლიკოსმა ლეონიდე ოქროპედიძემ წაიკითხა. დღეიდან 12 მარტიდან გაგრძელდეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია. დროებით კათოლიკოსის სამორჩევამდე მის გამგედ დაინიშნოს გურია ოდიშის კათოლიკოსი ლეონიდე. ქართული ეკლესიის მმართველობა დაევალოს აღმასრულებელ კომიტეტს, რომლის შემადგენლობაშიც იქნებიან როგორც სასულიერო, ასევე საერო პირები. ავტოკეფალიის აღდგენა ვიტებსკში ეპისკოპოს კირიონსაც შეატყობინეს. გახარებულმა კირიონმა დეპეშა გამოგზავნა თბილისში. გილოცავთ ავტოკეფალიას. ხუნდები აეხსნა ივერიის ეკლესიას. გაუმარჯოს თავისუფალი ქვეყნის თავისუფალ ეკლესიას. ნიკოლოზ მეორის გადადგომისა და დროებითი მთავრობის შექმნის მიუხედავად, კირიონისთვის თვალთვალი არ მოუხსნიათ. რაც მიანიშნებდა, რომ რუსეთის იმპერიული ინსტინქტები ვერც თებერვლის რევოლუციამ შეცვალა. ვიტებსკში კირიონის ყოველ გადაადგილებას კვლავ ოხრაკა აკონტროლებდა. ავტოკეფალიის აღდგენის ისტორიულ დოკუმენტს სწორედ მისი მთავარი იდეოლოგიის ხელმოწერა აკლდა. ვიდრე ვიტებსკში კირიონზე თვალთვალი გრძელდებოდა, საქართველოში მოვლენების სწრაფად შეიცვალა. ავტოკეფალისტებმა კირიონი მიივიწყეს. ეკლესიის დროებითი მმართველობის სხდომებზე კათოლიკოს პატრიარქობის ყველა შესაძლო კანდიდატურას განიხილავდნენ კირიონის გარდა. ამბავი სხდომებზე არსებული ვითარების შესახებ ხალხში მალევე გახმაურდა. ეპისკოპოს ლეონიდესა და მისი დაჯგუფებისგან განსხვავებით, ქართულობის დიდ ნაწილს კირიონი ავტოკეფალური მოძრაობის მეთაურად და სამშობლოსთვის წამებულ გმირად მიაჩნდა. მორწმუნეთა ჯგუფი ქრისტეფორე კაპანაძის ხელმძღვანელობით ვიტებსკში ჩავიდა. ქართულმა დელეგაციამ კირიონს საქართველოს ეკლესიის ცხოვრებაში ჩართვა და პატრიარქის მომავალ არჩევნებში მონაწილეობას თხოვა. თბილისიდან ჩასულმა სტუმრებმა კირიონი დაარწმუნეს, რომ მისი ცოდნა და გამოცდილება ქართულ ეკლესიას ყველაზე მეტად სწორედ ახლა სჭირდებოდა. კირიონმა სამშობლოში ჩასვლის გადაწყვეტილება მიიღო. სამშობლოში დაბრუნებულ ეპისკოპოსს არაგვის ხეობაში 120 ცხენოსანი შეეგება, რომლებმაც ის თბილისამდე მოაწილეს. სამშობლოში დაბრუნებული კირიონი ფაქტობრივად ქუჩაში აღმოჩნდა. უსახლკაროდ დარჩენილი ბოლოს იოსებ ჭიჭევაძის ოჯახმა შეიფარა. მართალია დროებითი მმართველობის სხდომებზე იწვევდნენ, თუმცა მის გამოჩნებს არავინ უსმენდა. გამოცდილი მღვდელმთავრის რჩევებს სასაცილოდ იგდებდნენ. ყველაფერი ქართული კლასიკური დრამატურგიით განვითარდა. ავტოკეფალიის სულის ჩამდგმელი და სამშობლოსთვის სიცოცხლე გაწირული მღვდელმთავარი არათუ დააფასეს თბილისში, არამედ აბუჩად აიგდეს და ბედის ანაბარა ქუჩაში მიატოვეს. ამ ვითარების შემყურე კირიონმა იოსებ ჭიჭევაძეს გულდაწყვეტილმა უთხრა. 20 წლის განმავლობაში დაშორებული ვიყავი სამშობლოს. შორიდან თვალყურს გადავნებდით. ფიქრობდი ამ ხნის განმავლობაში თქვენ საკმარისად შეიგნეთ საქვეყნო მოვალეობები, მაგრამ როგორც ახლა ვრწმუნდები, თქვენ უფრო დაქვეითებულ ხართ და დაგსახსლულ ხართ. თუ ხელახლა დაებადებით, თორემ სხვაფრივ თქვენი გამოვრუნება შეუძლებელია. ავტოკეფალიის აღდგენას ქართული მღვდელმთავრები მომზადებლები შეხვდნენ.
რუსეთის წმინდა სინოდი ქართულ სასულიერო პირთა გადაწყვეტილებას იურიდიული ძალის მქონე აქტად არ მიიჩნევდა. სინოდის ობერპროკურორი რუსეთის დროებითი მთავრობის წევრი კარტაშევი პეტერბურგიდან იწერებოდა, რომ ავტოკეფალისტებს ჯერ ქოლებრივი დავა უნდა მოეგვარებინათ რუსულ ეკლესიასთან და მხოლოდ ამის შემდეგ ეფიქრათ ავტოკეფალიის აღდგენაზე. მართლაც რომ აბუჩათ აგდება და ბედის დაცინვა იყო კარტაშევის წერილი, რომელიც იმ ეკლესიას ედავებოდა ქონებას, საიდანაც რუსეთს 5 მილიარდი დოლარის ექვივალენტის ქონება ქონა გაზიდული. ქართულ სამღვდელოებას კი ლეონიდეს ხელმძღვანელობით ამ საკითხებზე პასუხი არ გააჩნდა. 8 სექტემბერს თბილისში სიონის ტაძარში მუშაობა შეუდგა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის პირველი კრება, რომელსაც 458 დელეგატი ესწრებოდა. სწორედ ამ ადამიანებს უნდა ერჩიათ ახალი კათოლიკოს პატრიარქი, რომელიც 100 წლიანი წყვეტის შემდეგ ჩაებარებდა ქართული ეკლესიის მძიმე მემკვიდრეობას. ახალი პატრიარქის არჩევამდე კი დელეგატებს სოხუმის ეპარქიაში შექმნილ მდგომარეობაზე უნდა ემსჯელათ. 1916 წელს რუსმა მღვდელმსახურებმა აფხაზ მრევლს შუამდგომლობის ტექსტი შეადგენინეს, სადაც აფხაზები წმინდა სინოდს მოუწოდებდნენ, რომ სოხუმის ეპარქია ქართულ საეგზარქოსოს გამოყოფოდა და უშუალოდ წმინდა სინოდს დაქვემდებარებოდა. ქართული ეკლესიის წინამძღვრებს სწორედ ეს შუამდგომლობა აუფრიალა კარტაშევმა ახლად გამოცხადებული ავტოკეფალიის ფონზე. მეფის რუსეთი უკვე აღარ არსებობდა, მაგრამ მისი იმპერიული გეგმების შესრულებას ახლა ბურჟუაზიულ დემოკრატიული რუსეთი განაგრძობდა. საპატრიარქოს დროებით მმართველობაში კარტაშევის წერილზე პასუხის გასაცემად ჯერ არავის ეცალა. პატრიარქის არჩევნებისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში იყო შესული. ვინ გახდებოდა ფერფლიდან აღმდგარი ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელი, დროებითი მმართველობის პირველი პირი ეპისკოპოსი ლეონიდე თუ მრავალწლიანი გადასახლებიდან დაბრუნებული ეპისკოპოსი კირიონი. არჩევნების საეკლესიო კრების ბოლო დღეს 17 სექტემბერს დაენიშნა. ლეონიდე და კირიონი სხვადასხვა ოთახებში ელოდებოდნენ კენჭისყრის შედეგებს. კირიონის სასარგებლოდ 12-ით მეტმა დელეგატმა მისცა ხმა. 100 წლიანი წყვეტის შემდეგ ქართულ ეკლესიას ისევ პატრიარქი ჩაუდგა სათავეში. ახლად გამოცხადებული ქართული ავტოკეფალური ეკლესიის პირველი პატრიარქობის ტვირთი კირიონმა აიღო. 14 ოქტომბერს მცხეთაში სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ახლად არჩეული პატრიარქის ინტრონიზაცია დაიგეგმა. ამ დღისთვის დაბეჭდილ მოსაწვევში ეწერა: მოწყალეო ხელმწიფეო, სრულიად საქართველოს საეკლესიო კრებამ 17 სექტემბერს ჩვენი ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქად აღირჩია მისი უწმინდესობა კირიონ მეორე. 14 ოქტომბერს მცხეთას სვეტიცხოვლის ტაძარში მოხდება კურთხევა და საყდრად აყვანება მისი უწმინდესობისა. იმედია ყველა, ვისთვისაც ცხოვრების განახლებისა და თავისუფლების პრინციპს მნიშვნელობა აქვს სიხარულით შეხვდებით ამ დღესა, რითაც საქართველოში იწყება ახალი ხანა საეკლესიო ცხოვრებისა. კირიონის გაპატრიარქების შემდეგ ქართული ეკლესიის ცხოვრებაში მართლაც ახალი ხანა უნდა დაწყებულიყო. თუმცა ყველაფერი პირიქით განვითარდა. სულ რაღაც 2 წლის წინ ეროვნულ გმირად აღიარებული კირიონი სასულიერო ელიტის ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. გარკვეულწილად გამართლდა რუსი დეკანოზის ვოსტორგოვის სიტყვები: რადგინად ქართველებს ავტოკეფალია, ხომ დასჭამთ ერთმანეთსო. ქართული ეკლესია და მისი მრევლი ლეონიდისტებად და კირიონისტებად დაიყო და ამ ორ ბანაკს შორის სიონის ტაძარში დაწყებული საარჩევნო დაპირისპირება ღია ომში გადაიზარდა. დაწვის მთავარ ობიექტად, რა თქმა უნდა, პატრიარქი იქცა. კირიონს ებრძოდა როგორც სამღვდელოების მაღალ იერარქთა, ასევე რიგით სასულიერო პირთა დიდი ნაწილი. ბოლშევიკ სემინარისტებს ფართო სანაცნობოწლე აკავშირებდათ ქართულ სამღვდელოებასთან. ისინი 1000 გვარ ჭორს უცელებდნენ კირიონს. ამ ჭორებს შორის ყველაზე პოპულარული ოხრაკის აგენტობის ვერსია იყო. არკმარა საეგზარქოსოს დაერქვას საპატრიარქო. არკმარა ძველი შესამოსელის გამომზეურება და ეგზარქოსის კარედით აქეთ იქით სიარული. წერდა ლეონიდეს ჟურნალი ახალი სიტყვა. ქართული საერო საზოგადოება შორიდან შეხურებდა ეკლესიაში მიმდინარე მოვლენებს. არც ჯორდანიას მეშვეობური მთავრობა იჩენდა რაიმე დაინტერესებას კირიონის მიმართ. რუსეთში კი ოქტომბრის ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ სამოქალაქო ომი მძინვარებდა, თუმცა ორივე მხარე, ბოლშევიკებიცა და დენიკინის თეთრვარდიელებიც
სხვადასხვა იდეოლოგიის მიუხედავად, ისევ იმპერიის აღდგენისთვის იბრძოდნენ და როგორც კი ამის საშუალება ეძლეოდათ, დამოუკიდებელი საქართველოს საწინააღმდეგოდ ყველაფერს აკეთებდნენ. თეთრგვარდიელებს ჯერ კიდევ ჰყავდათ მეფის დროინდელი ჯაშუშები საქართველოში, ხოლო ბოლშევიკები ძველ კადრებთან ერთად სამომავლოდ საბჭოთა იმპერიისთვის ახალ აგენტურულ ქსელს ქმნიდნენ. მათ შორის მრავლად იყვნენ ყოფილი სემინარისტები და სასულიერო პირებიც. ამ იმპერიულ ძალებს თავიანთი ანგარიშები ჰქონდათ ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის მთავარ იდეოლოგთან. პროფესიონალ მძარცველებს არც მკვლელობის დაგეგმა ესწავლებოდათ და არც ყვალის წაშლა. მით უმეტეს მკვლელობისთვის ნიადაგი უკვე შემზადებული იყო. ამ ძალების პირისპირ პატრიარქი ფაქტობრივად მარტო აღმოჩნდა. იმპერიალისტთა ორივე ფრთამ ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ მრავალწლიანი ცილისწამებლური კამპანია წიწამურთან ბერდანის თოფიდან გასროლილი ტყვიით დაასრულა. კირიონის შემთხვევაშიც ამავე ფინალისკენ იყო გამიზნული პროცესების წარმართვა. ეს დღეც მალე დადგა. 1918 წლის 26 ივნისს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ზუსტად ერთ თვეში შიდა საეკლესიო ბრძოლებით დაღლილი პატრიარქი დილის 5 საათზე მარტყოფის მონასტერში გაემგზავრა. 6 საათიანი მგზავრობის შემდეგ პატრიარქი მონასტერში ჩავიდა. მთელი დღის მუშაობისა და ლოცვების შემდეგ კირიონის ოთახში სინათლე მხოლოდ ღამის პირველ საათზე ჩაქრა. პატრიარქს დილის ლოცვაზე გამთნიისას ელოდნენ, თუმცა არც 5-ზე, არც 6-ზე და არც დილის 7 საათზე ის არ გამოჩენილა. ბოლოს გაბედეს და შეაღეს მხლებლებმა პატრიარქის ოთახის კარი. კარების გაღებისთანავე ისინი საშინელი სურათის მოწმენი გახდნენ. პატრიარქი კირიონი სისხლის გუბეში ცურავდა. გვერდზე კი თავისივე ბრაუნინგი ეგდო. არქიმანდრიტი ტარასი განდელაკი მაშინვე თბილისში გაემგზავრა და ამ საშინელი ამბის შესახებ საკათალიკოსო საბჭოს აღწერა. მარტყოფის ტრაგედია ლოგიკური დასასრული იყო 10 თვის წინ დაწყებული დაპირისპირებისა. ამიტომ საეკლესიო იერარქთა ნაწილს დიდად არ შეუცხადებია პატრიარქის სიკვდილი. მათ უბრალოდ მომხდარი ფაქტის შესახებ შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებს აცნობეს და ახალი პატრიარქის ლეონიდეს აღსაწყებისთვის დაიწყეს მზადება. ოფიციალური დეპეშის პარალელურად მიტროპოლიტმა ლეონიდემ პირადი დეპეშა გაუგზავნა ნოე ჟორდანიას. ლეონიდემ მთავრობის თავმჯდომარეს ატყობინებდა, რომ პატრიარქის გადაცვალების შესაძლო მიზეზი თვითმკვლელობა იყო და სჯობდა განსვენებული კირიონი ყოველგვარი ხმაურის გარეშე მარტყოფშივე დაეკრძალა. უცნობია თუ რა უპასუხა ჟორდანიამ მიტროპოლიტს. საკათალიკოსო საბჭოს რეკომენდაციის მიუხედავად 7 ივლისს პატრიარქი კირიონი სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს. გარდა ეპისკოპოს ლეონიდესი, პატრიარქის თვითმკვლელობის ვერსიას მხარს უჭერდა გამოძიებაც. ხელისუფლებისთვის ეს ვერსია საუკეთესო გამოსავალი იყო შექმნილი მდგომარეობიდან. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიის, ხელისუფლებისა და მკვლელების ინტერესები ერთმანეთს ემთხვეოდა, კირიონის მხარდაჭერებმა თვითმკვლელობის ვერსია მაშინვე გააბათილეს. დამბლის გამო პირთან ჭიქის მიტანაც არ შეეძლო. ასეთი ხელით წოლიარემ რევოლვერი როგორ დაიხალა? თავი მოიკლა და რევოლვერი დაკეტა? ეკითხებოდა დეკანოზი ნიკიტა თალაგვაძე შინაგან საქმეთა მინისტრს ნოე რამიშვილს. რაც მთავარია, კირიონის სხეულიდან ამაღებული ტყვია არ ემთხვეოდა იმ ბრაუნინგის ტყვიებს, რომელიც მოკლული პატრიარქის გვერდზე ეგდო. კიდევ ერთ შეუსაბამობას ის გარემოება წარმოადგენდა, რომ მკვლელი კათალიკოსის ოთახში ისე ვერ შევიდოდა თუ არ გაივლიდა იმ ოთახს, სადაც არქიმანდრიტ ტარასის ეძინა. ასევე გასათვალისწინებელი იყო გასროლის ხმაც, რომელიც არქიმანდრიტს არ გაუგია. ამ უტყუარი არგუმენტების ფონზე ცხადად ჩანდა, რომ მარტყოფის ტრაგედია წინასწარ დაგეგმილი მკვლელობა იყო, ხოლო თვითმკვლელობის ვერსია კვალის ასარევად იქნა მოფიქრებული დამკვეთებისა და შემსრულებლების მიერ. თვითმკვლელობის შესახებ ჭურის გავრცელება ფაქტობრივად ხელმეორედ მოკლის თვალფასი იყო, რადგან თვითმკვლელობა უდიდესი და მეტწილად უპატიებელი ცოდვაა ნებისმიერი ქრისტიანისთვის, ვით უფრო პატრიარქისთვის. კირიონ მეორის მკვლელობიდან ცოტა ხანში მოკლის მისი მხარდამჭერები ბერი მირიანი, მუდელი ტიმოთე ბაკურაძე და ქუთათელი ეპისკოპოსი ანტონ გიორგაძე. ეს მკვლელობები განგსტერული შურიზიების სცენარით წარიმართა. დღემდე ამოუხსნელია მარტყოფის ტრაგედია.
დაანდვილებით არავინ იცის თუ რა მოხდა წმინდა ანტონის მონასტერში. კათოლიკოსმა მარტყოფის ტრაგედიის გასაღები საფლავში ჩაიტანა. კირიონი სულ რაღაც 10 თვის განმავლობაში იყო ქართული ეკლესიის წინამძღოლი და ეს 10 თვე მას ჯოჯოხეთად უქციეს ყოფილმა თანამოაზრეებმა. ამ მღვდელმთავრებმა არა მარტო სიცოცხლე გაუმწარეს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ პატრიარქს, არამედ საძირკველი გამოაცალეს ქართულ ეკლესიასაც. სამწუხაროდ ამ ხრივ კირიონი გამონაკლისი არ ყოფილა. ასეთივე სისასტიკით გაუსწორდნენ ეს ადამიანები ერისთვის თავდადებულ მეორე უდიდეს ქართველს ილია ჭავჭავაძესაც. წიწამურისა და მარტყოფის ტრაგედიებს მეოცე საუკუნის ბოლოს ხიბულას ტრაგედიაც მიემატა. საუკუნის დასაწყისის მოვლენები საუკუნის მიწურულში თითქოს განმეორდა. ახლად აღორძინებული ქართული ეკლესიის პატრიარქის მსგავსად ახლად გათავისუფლებული საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. რუსეთი ყოველთვის ცდილობდა და დღესაც ცდილობს სხვადასხვა პიროვნებებისა და ინსტიტუტების გამოყენებას ქართული ცნობიერებისა და ქართული სახელმწიფოებრიობის დასანგრევად. იმპერია საკუთარი ხელით ან მოღალატეების მეშვეობით იშორებდა იმ ადამიანებს, რომლებიც თავდადებულად ემსახურებიან ეროვნულ იდეებსა და ქართულ სახელმწიფოს. მაგრამ სწორედ ეს ადამიანები ტოვებენ ნათელ კვალს საქართველოს ისტორიაში თავისი მოწამეობრივი აღსასრულით. ამინს მთავარზე წარმოგიდგენთ ალერფასტი. ალერფასთან ერთად ალერგია არ შეგიქმნით დისკომფორტს. გამოყენებისას გაიცანით ინსტრუქციას გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. ამინს მთავარზე წარმოგიდგენთ წყალი მთის. წყალი მთის შეივსე ქართული მთის ძალით. დღის ყველაზე ზუსტი პროგნოზი. ამინდი მთავარზე. გადაცემის წარმოდგენია ესპანური პრემიუმ ბრენდი მარტიდერმი, აკნეს სპრეი და კრემგელი. მარტიდერმი PSP-ში. სხვა ნანუკას მეგობარია რივერ პარკი, პირველი რეზორტის ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში. ინვესტირების ახალი შესაძლებლობა. გადაცემა სხვა ნანუკას პარტნიორია საქართველოს უნივერსიტეტი. ალბათ ძალიან ხშირად ბევრ ამას ვიტყუები, მეგონა რომ ყველაფერი დასრულებული იყო და მეგონა რომ არაფერი არ გრძელდებოდა საერთოდ. ჩემი ტკივილი არ უნდა ვაჩვენო ხალხს. დამეწყო დეპრესია, ესე ჩუმჩუმად შემომიდია. ორი თვე მგონია რომ უკვე სიმართლეს თქმა თავით. რეალურ ცხოვრებას ვერსად ვერ გავექცევით. დავხუჭე თვალები და ვიფიქრე რომ აი ახლა თქო გამანადგურებს ინტერნეტი. ძალიან ახლობელ ადამიანებს თქვა ჩემი მძიმედ ყოფნა არ ესწია მონათ ცოტა რაღაც გვერდზე გაიწევნენ. თქვენ არ ხართ მარტო არც ერთ კრიზისში. ხმართან ვჩხუბობ სულ. აი საერთოდ არ მაქვს ის ურთიერთობა, რომელსაც ხშირად ინსტაგრამზე გამოდებენ ხოლმე. როდესაც გიყვარს უნდა უთხრა, როდესაც გაბრაზებული ხარ უნდა უთხრა. ზოგჯერ მგონია რომ საზიზღარი დედა ვარ. სიმართლის თქმა ყველაფერს ჯობია. ჩემი აზრით. გადაცემის პარტნიორია საქართველოს უნივერსიტეტი. Bizim ahtıbeşlere bizim. ქვეყანაში მიმდინარე აქტუალური მოვლენების იუმორისტული მიმოხილვა. Ბიძინა ივანიშვილის სახელობის თასი, ბიძინა საქართველოს ხომერდგვარი გენგსტა პარადაისი. ცნობილი ადამიანები უცნაურ და სასაცილო სიტუაციებში. მე არ მაქვს იუმორისტის ნოველი. არ მიდე ახლა თქვა რა გიდა კაცო. ჩახტები ცეკვე შაბაში მაინც მომეცი. სახალისო ისტორიები. დამიღუპე შვილი, შენ მოგეცა ჩვენი ოჯახის სოდვა, შეძონძო. ხიარული თამაშები. აჰა, გადავარდა.
შემიყვარდა ჯანმრთელმა ილოჯან. ჩეს გნაცეს საბატანე ყოველ პარას ხავს თქვენთვისვე ჯობია გამოვშვით ის კაცი თორე გაგიხსნით ციხეში ოპოზიციურ ტელევიზიას და მერე ნახეთ თქვენი თავის ტკივით. საღამოს 10 საათს ილო ბეროშვილის ღამის შოუ თავარ არხზე. გადაცემის წარმოდგენია კნაופი, გერმანული სტანდარტი. შევდივარ. გარდაქვით და გაზრდევთ საუკეთესო რჩევებს. როგორ გააკეთოთ იგივე ჩვენთვის. თეთრი ჩვეულებრივი ოთახი უკვე უჩვეულო სივრცედ გადაიქცა. განაახლეს სახე. სალომე დადუნაშვილი, გამოცდილი, დახვეწილი და კომპეტენტურ დიზაინერებთან. და რა საინტერესოა. ყოველ კვირას 16 საათსა და 20 წუთზე. ახალი სახლი. თავარზე. გადაცემას წარმოგიდგენთ Coca-Cola. ყოველ კვირას ქვეყნის მთავარ ეთერში დიდი კულინარიული თავგადასავალი. რჩევები და რეცეპტები, რომლებსაც ხშირად გამოიყენებთ. მოამზადე სწრაფად, იაფად და მარტივად, გემრიელი, განსხვავებული და ორიგინალური კერძები. ყოველ კვირას 12 საათსა და 40 წუთზე. მარტივი რეცეპტები უთქუნებისგან. მთავარზე. გადაცემას წარმოგიდგენთ Coca-Cola. ქვეყნის მთავარ ეთერში. ყველაზე გემრიელი. საინტერესო და მადის აღმუძვრელი გადაცემა. ეგზოტიკური და განსხვავებული კერძები ქეთი ბაქრაძისგან. კულინარიული ხელოვნების საიდუმლოები და საინტერესო ინტერპრეტაციები. სადილი ქეთისთან. ყოველ კვირას 13 საათსა და 15 წუთზე. გადაცემის სპონსორია ლორანექსი. ლორანექსი იცხოვრე ალერგიის გარეშე. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. გადაცემის გენერალური სპონსორია PSP. გარანტირებული ხარისხის მედიკამენტები. გადაცემის პარტნიორია საქართველოს უნივერსიტეტი. შექმენი შენი თავგადასავალი საქართველოს უნივერსიტეტში. ქვეყნის მთავარ ეთერში. ახალი, საინტერესო და სასარგებლო. ყველაფერი, რაც უნდა იცოდე შენი ჯანმრთელობის შესახებ. სამი კომპეტენტური წამყვანი. ლევან ბუთხუზი. სოფო ჯაფარიძე. და გიორგი ღოღობერიძე. ყველაფერი, რაც უნდა იცოდე დაავადებებზე და მათ მკურნალობაზე. მითების ნაცვლად, მეცნიერებაზე დაფუძნებული მედიცინა. კვირას 18 საათსა და 50 წუთზე. მთავარი დიაგნოზი. გადაცემას წარმოგიდგენთ შვეიცარიული ბრენდი დეკლარი. დეკლარი გრძნობიარე კანის მოვლა ქალისა და მამაკაცისთვის, მხოლოდ ავერსში. მიხეილ, შენ თუ იცი მაგა ვინა იყვანა დიდ სცენაზე? მიშა, თუ იცოდი რომ მომავალ ბებია შეპრანჭებოდა. მიხეილზე თუ გიეჭიანია. ცხოვრებაში ბიჭისთვის არ მიმიწერია პირველ. საღამოს 6 საათზე რო იწყებ ჭამას, დილის 4 საათამდე ჭამ? უცო, რატო შემცვალე? გადაცემას წარმოგიდგენთ Coca-Cola. გადაცემის სპონსორია სხეულის მოვლის ესპანური ბრენდი ბოდინატური. ბოდინატური შეიგრძენი კანის სინაზე. საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ეგიდით ისევ საუკეთესოა. როგორ გადაიქცნენ ქართველი მორაგბეები ევროპის ფავორიტებად და რა გზა გაიარა ნოდარ ჭეიშვილმა პირველი ლელოდან
ბოლო გამარჯვებამდე. 14 მორაგბე ტოპ 14-ში თამაშობს. პორტუგალისთვის დიდი ხანი ესეთი ანგარიში არ მოგვიგია. უხერხული მეტოქე იქნება მსოფლიოს თაზე საქართველოს. თავკურებული თვალებით იყვნენ დაჭყეტილი თვალებით არ ელოდებოდნენ ჩვენ ესეთ მაგალთან. რაგბი ჩვენი თამაშია. მაგ თამაშს მოგების გარეშე არ დავტოვებდით. თბილისის გრანდ სლემის გამარჯვებულის დაუვიწყარი ემოციები და ქართველი ძიუდოისტის დიდი დაბრუნება. ეს ემოციები მინდოდა რომ გავიზრდებოდი მეც მქონოდა. ძველ გელაზალიშვილს ხედავ მე და ეს ძალიან სასიხარულოა. ერასდროს ვერ იტყვი იმას რომ მე ძიუდო ამოვწო. ეს და სხვა სპორტული ამბები, რომლებიც არ უნდა გამოტოვოთ. ეს სპორტერაა, მე კი დავით ერაძე ვარ. ორშაბათს 23 საათზე. სპორტ ერა თავარ აღზე. გადაცემის წარმოდგენია PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. თვალში დამიბნელდა და საშინელი ხმა იყო. მე არაფერი მახსოვს. ყველაფერი დამთავრდა. ალბათ შეჯახების დროს და იმის მერე დიდხანს თამდევდა მტრობისა და სიკვდილის შიშეს. თითქოს რაღაცამ გაიყო. გადავწყვიტე მე ბრძოლა ყოველი შეჯახება მოყვა. ყოველი წუთისთვის. დახმარებას ვით არ შემოსრული სიბნელე ის ასოწარკვეთილი მზერა და თვალები არასდროს დაჩემს. თქოს რომ მოვედი უკვე პალატაში ვიყავ. თითქოს რაღაც განათდა ჩემში. სავკრიფე მაგრამ ტელეკათიშულია. რაღაც აღარ მეგონა თუ გადარჩება. თქოს რომ მოვედი სრული სიჩუმე იყო. ვიდექი და არ ვიცოდი რა მექნა გამოსავალ თვალებში ვერ ვუყურებდი. მე შინოდან იმ საშინელი დღის მერე ჩემს მზერას არ გავეღით მაგამ თეთრებოდა. მითხრეს რომ ეს იყო დასასრული და სარკიდან მოხუცი სრული სიბნელე. სხვა პაციენტებს იმედი გადამეწვა, როდესაც ჩემი ამ დაავადებით მაქსიმუმ 2 თვე ცოცხლობენ. საშველი არ ჩანდა. ვერ ვუთხარი. მივხვდი რომ ძალიან შეეშინდა, მაგრამ დანებებაც არ შემიძლია. გრძნობდი მალე ყველაფერი დასრულდებოდა. ყურებდი და არ ვიცოდი რა მე. მისთვის ეს როგორ უნდა ამეხსნა. დანებებას არ ვაპირებ. მე მოგიყვებით. როგორ გადავრჩი? პარასკევს 23 საათზე. თავარ არხზე. ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. მოწევა ზიანს აყენებს მუცლად მყოფ ბავშვს. მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის. 1811 წლის 30 ივნისს იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა ხელმოსაწერად მომზადებულ მოხსენებას მეტად უცნაური რეზოლუცია დაადო. და ასე იყოს. მიაწერა იმპერატორმა ფურცელზე და საქახალდე დახურა. იმპერატორის მიერ მოწონებულ მოხსენებას თან ერთოდა დოკუმენტიც, სადაც კავკასიის გენერალ-გუბერნატორი ალექსანდრე ტორმასოვი არწმუნებდა ობერ პროკურორს, რომ დოკუმენტში შესული ყველა მუხლი და პრეამბულა პირადად მასთან იყო შეთანხმებული. 7 პუნქტისგან შემდგარი კანონპროექტი ქართული სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებას ითვალისწინებდა. ეს კანონპროექტი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი იყო მას შემდეგ, რაც 1801 წლის 12 სექტემბერს იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა ქართლ-კახეთის გაუქმების მანიფესტს მოაწერა ხელი. ისტორია მეორდებოდა. თუ 10 წლის წინ იმპერატორმა უძველესი სამეფო კარი გააუქმა, ახლა ის საქართველოს 15 საუკუნოვან სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიას აუქმებდა. ალექსანდრე პირველის მინაწერი ერთ-ერთი მთავარი პუნქტი იყო იმ გეგმისა, რომელიც ახლა ჩამოერთებულ ტერიტორიაზე სახელმწიფოებრივის გაქრობასა და მოსახლეობის გარუსებას გულისხმობდა. ჯერი ახლა მოსახლეობის გარუსებაზე მიდგა. იმპერიამ გეგმის მეორე ნაწილის შესრულება პეტერბურგიდან თბილისში გაგზავნილი ერთი პატარა შეკითხვით დაიწყო. წლის 12 სექტემბერს მანიფესტის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს კათალიკოს პატრიარქმა ანტონ მეორემ საიმპერატორო გერბიანი წერილი მიიღო. პატრიარქს წერილი გენერალ-გუბერნატორ კარლ კრონინგის ადიუტანტმა პირადად გადასცა. გენერალი პატრიარქს თხოვდა, რომ მას რაც შეიძლება მალე მოემზადებინა სასულიერო იერარქიის სტრუქტურული ჩამონათვალი და ეკლესიების აღსარულობის სრული ნუსხა. მისი უდიდებულესობის დაინტერესება მხოლოდ და მხოლოდ ერთმარწმუნე ძმებზე ზრუნვით და მათ კეთილდღეობაზე ფიქრითაა განპირობებული, წერდა გენერალი პატრიარქს. ქართული საეკლესიო იერარქიის საკითხებით იმპერატორის დაინტერესება შემთხვევითი არ ყოფილა. იმპერიაში ეკლესიის მართვის წესი მთლიანად განსხვავდებოდა საქართველოში არსებული საეკლესიო მმართველობისგან.
რუსეთში საერო და სასულიერო ხელისუფლების სათავეში იმპერატორი იდგა და წმინდა სინოდს მის მიერ დანიშნული სამოქალაქო პირი, ობერ-პროკურორი განაგებდა. საქართველოში კი პირიქით, საერო და სასულიერო ხელისუფლება მკაცრად იყო გამიჯნული. საერო ხელისუფლების სათავეში იდგა მეფე, ხოლო სასულიერო სათავეში კი კათალიკოს პატრიარქი. ადვილი მისახვედრი იყო, რამიზანსაც ემსახურებოდა კრონინგის წერილი. ანტონ მეორემ კარგად იცოდა, რომ ქართლ-კახეთის სამეფოს ლიკვიდაციის შემდეგ იმპერიის მომდევნო სამიზნე, რა თქმა უნდა, კათალიკოს პატრიარქის ინსტიტუტი და ქართული ეკლესია იქნებოდა. კათალიკოსმა გენერალის წერილს პასუხი არ გასცა. იმ დღეებში კრონინგს ეკლესიისთვის ნამდვილად არ ეცალა. მანიფესტის გამოქვეყნებამდე სამეფო გვარის შტოებს შორის ისეთი დაპირისპირება ატყდა, რომ არც ბატონიშვილსა და არც მეფის მემკვიდრეს არათუ მანიფესტის, არამედ სამეფოს გაუქმებაც არ გაუგიათ. სიონის ტაძარში მანიფესტის წაკითხვის შემდეგ გაუქმებული სამეფოს ტახტის მაძიებლები ერთიანად ანტირუსულ კოალიციაში აღმოჩნდნენ. სწორედ ეს არეულობა იყო ერთადერთი ხსნა მომავალი კატასტროფის თავიდან ასაცილებლად. პატრიარქის იმედები არ გამართლდა. უკვე 1 წლის შემდეგ, 1802 წლის 9 აპრილს, გენერალი კრონინგი ჯარის დამატებითი ნაწილებით თბილისში შემოვიდა. ხოლო უკვე 12 აპრილს რუსული ჯარით გარშემორტყმულ სიონის საკათედრო ტაძარში ქართულ თავადაზნაურობას რუსული იმპერიის ქვეშევრდომობასა და რომანოვების მორჩის სამსახურზე დააფიცა. ბაგრატიონების 1000-წლოვანი მეფობა საბოლოოდ დასრულდა. სამეფო მმართველობა რუსულმა საგუბერნიო მმართველობამ ჩაანაცვლა. დუმილის გაგრძელებას აზრი უკვე აღარ ჰქონდა. როდის გაუგზავნა კათალიკოს პატრიარქმა ანტონ მეორემ პასუხი კრონინგს უცნობია. თუმცა სულ მალე პეტერბურგში გამოქვეყნდა იმპერატორის ხელმოწერილი დოკუმენტი, სათაურით საქართველოს საპატრიარქო უფლებები და მოვალეობები. დოკუმენტი 5 პუნქტიანია. იწყება საქართველოს ავტოკეფალურ ეკლესიაში პატრიარქის უფლებამოსილებებითა და მთავრდება ქართლისა და კახეთის სასულიერო იერარქების სრული ჩამონათვალით. იმპერატორის ერთგულებაზე დაფიცების შემდეგ ქართლ-კახეთის სამეფო 5 მაზრად დაიყო. გორის, ლორესა და დუშეთის მაზრებად ქართლში, ხოლო თელავისა და სიღნაღის მაზრებად კახეთში. აი სულ ეს დარჩა ქართლ-კახეთის ყოფილი სამეფოსგან, რომლის დასაპყრობად საუკუნეების მანძილზე თავდაუზუგავად იბრძოდნენ არაბები თუ მონღოლები, სპარსელები თუ ოსმალები. გუბერნიაში ვითარება შედარებით დასტაბილურდა. მხოლოდ მეამბოხე უფლისწულები და მათი დედა დარეჯანი არ ეგუებოდნენ ახალ რეალობას. დედოფალი დარეჯანი თავად აღმოჩნდა იმ ხაფანგში გამოწყდეული, რომლის დაგებასაც ის ჯერ კიდევ მეფე ერეკლეს სიცოცხლეში ვეცდილობდა. სამეფო ანდერძი, რომლის ტექსტი დედოფალმა შეადგინა, სწორედ ის ხაფანგი აღმოჩნდა, სადაც არა მარტო სამეფო ოჯახი, არამედ მთლიანად ქვეყანა გაება. დედოფალმა ერეკლე მეორეს სამეფო კარზე ტახტის მემკვიდრეობის წესი შეაცვლევინა. მეფის ტიტული ამიერიდან, არა მამიდან შვილზე, არამედ ძმებზეც გადავიდოდა. აღა მაჰმად-ხანის შემოსევას არ მოუტანია საქართველოსთვის იმდენი ზიანი, რამდენიც ამ დოკუმენტის შემდგენმა მოუტანა ქვეყანას. დედოფლისა და რუსი გენერალების წაქეზებით ერეკლე მეორემ საბოლოოდ უარი თქვა იმერეთის შემოერთებაზე და იქ საკუთარი შვილიშვილი გაამეფა, რითაც საბოლოოდ დაკარგა შანსი ერთიანი ქართული სახელმწიფოს კვლავ აღორძინებისა. ცალკეულ სამეფოებად დაშლილი ქვეყნის გაუქმება უფრო ადვილი აღმოჩნდა, ვიდრე ეს პეტერბურგიდან ჩანდა. გუბერნიის პირველი პირი მეტი ენერგიით შეუდგა ქართული ეკლესიის საქმეებში ჩარევას. გენერალი კრონინგი სულ უფრო ხშირად ინტერესდებოდა კათალიკოს პატრიარქ ანტონ მეორის საქმიანობით. მართალია გენერლის ინტერესი მეტწილად საპატრიარქოს შემოსავლებს უკავშირდებოდა, თუმცა ის კათალიკოს პატრიარქთან საუბრებში აქა-იქ განაწყენებულ ბატონიშვილებს მაინც მოეკითხავდა ხოლმე. სწორედ მეამბოხე ბატონიშვილების საქმე გახდა კრონინგის უკან გაწვევის მთავარი მიზეზი. კრონინგის ნაცვლად მთავარმართებლად ასტრახანის გენერალ-გუბერნატორი ქართული წარმოშობის პავლე ციციანოვი დაინიშნა. ციციანოვი თბილისში 1803 წლის 1 თებერვალს ჩამოვიდა. პირველი, რაც ახლა დანიშნულმა მთავარმართებელმა გააკეთა, გაუქმებული სამეფოს ოჯახის წევრები პეტერბურგში გაასახლა, მათ შორის დარეჯან დედოფალიც. ამის შემდეგ ციციანოვი მთლიანად ქართული ეკლესიის საქმეებზე გადაერთო. მან სრულად აღწერა ქართული ეკლესიის ქონება და შემოსავალი. ბრძოლა გამოუცხადა ასევე საეკლესიო გალობას. როგორც ის წერდა, ეკლესიებიდან გალობის ნაცვლად თხების კიკინი ისმისო. იქვე გენერალი პატრიარქს ურჩევდა ქართული საეკლესიო გალობა რუსულით შეეცვალა. ნელ-ნელა რუსულად ღვთისმსახურების ჩატარება იმპერიის საეკლესიო პოლიტიკის უმთავრეს მიმართულებად იქცა. ამ პოლიტიკის განხორციელება გაუქმებულ სამეფოში სწორედ ციციანოვს ჰქონდა დავალებული.
ეს იყო ქართულ ენაზე წირვა-ლოცვის რუსულად ჩანაცვლების პირველი მცდელობა. პეტერბურგში ციციანოვს ასევე მოუწონეს პატრიარქისთვის უფლებების შეზღუდვაც. ციციანოვის თანხმობის გარეშე ანტონ მეორეს ეპისკოპოსების, მთავარეპისკოპოსებისა და მიტროპოლიტების ხელდასხმის უფლება ჩამოერთვა. ციციანოვმა ეპარქიების რაოდენობის შემცირებასაც მიჰყო ხელი. მაგალითად, წილკნის ეპარქია გააოქმა და ის რუისის ეპარქიას შეუერთა. ციციანოვი პატრიარქის და ქართული ეკლესიის მიზანმიმართულ შევიწროებას სავარაუდოდ მომავალშიც გააგრძელებდა, მაგრამ 1806 წლის მოთებერვალს ის ბაქოში მოკლეს. და ქართული ეკლესიის მიზანმიმართული ნგრევა ახალი მთავარმართებლის დანიშვნამდე დროებით შეჩერდა. პატრიარქს საშუალება მიეცა საეკლესიო ქონების გადარჩენისა. ანტონ მეორემ სასწრაფოდ დაიწყო საეკლესიო მიწების გასხვისება. საპატრიარქოს მიწების ახალი მფლობელები ძირითადად საეკლესიო აზნაურები ხდებოდნენ, მაგრამ ასეთ დიდხანს არ გაგრძელებულა. მოკლული მთავარმართებელი მალე ახლით შეიცვალა. ციციანოვის შემცვლელი ივან გუდოვიჩი თბილისში 1806 წლის გაზაფხულის ბოლოს ჩამოვიდა. ამ დროს იმერეთის სამეფო, გურიისა და საბერძნო სამთავროები უკვე რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო შესული. ციციანოვისგან განსხვავებით, გუდოვიჩმა ქართული ეკლესიის ნგრევის სხვა ტაქტიკა აერჩია. ახალი მთავარმართებელი ანტონ მეორის მოწინააღმდეგე მღვდლების წახალისებას შეუდგა. მაგალითად, გუდოვიჩის წარდგინებით თბილელი მიტროპოლიტი არსენი იმპერატორმა ბრილიანტის ჯვრიანი თეთრი ბარტყული დააჯილდოვა. მიტროპოლიტი ანტონ მეორის დაუძინებელ მტრად ითვლებოდა. ბეროვიდან არქიეპისკოპოსის ხარისხში აიყვანეს რუსეთის წმინდა სინოდის წევრი ვარლამი. დააწინაურეს ასევე რუსეთში ნავსახურები დეკანოზი ალექსი პეტრიაშვილიც. ახალი მთავარმართებელი ყველანაირად ცდილობდა ქართული ეკლესიის შიგნით პრორუსულად განწყობილ მღვდელმსახურთა ჯგუფის შექმნას, რომელიც შეავიწროებდა ანტონ მეორეს და საჭირო მომენტში გადამწყვეტ სიტყვას იტყოდა ავტოკეფალიის გასაუქმებლად. ეკლესიაში ანტიქართული ნიადაგის შემზადების შემდეგ ივან გუდოვიჩმა გუბერნია მალე დატოვა. ის მოსკოვში გაიწვიეს. 1809 წლის 5 მარტიდან მთავარმართებლის მოვალეობის შესრულებას ალექსანდრე ტორმასოვი შეუდგა. ავტოკეფალიის გაუქმებისთვის თუ აქამდე წინა მთავარმართებლები შენიღულად მოქმედებდნენ, ტორმასოვი უკვე ღია შეტევაზე გადავიდა. პირველი რაც მან გააკეთა, ქაშვეთის ეკლესიაში ქართულ ენაზე წირვის გაუქმება იყო. ტორმასოვის ჩამოსვლიდან რამდენიმე კვირაში ქაშვეთიდან ქართული მამაოჩენოს ნაცვლად რუსული ბოჟე ცარიახრანის ხმა ესმოდა. რუსულ ენაზე ღვთისმსახურების გასაძლიერებლად მღვდელმსახურებიც რუსეთიდან ჩამოიყვანეს და ქაშვეთში გაამწესეს. რუსული წესით, იქ სადაც გენერალ-გუბერნატორის რეზიდენცია, უნდა იყოს ეკლესია და მიმდინარეობდეს ღვთისმსახურება რუსულად, წერდა ტორმასოვი ანტონ მეორეს. ამას მოყვა ქართული სამოციქულო ეკლესიის რეორგანიზაციის პროექტი, რომელიც ქართული ეკლესიის რუსულ ყაიდაზე გადაწყობას ითვალისწინებდა. შეიქმნებოდა ახალი სათათბირო მმართველობითი ორგანო, ეგრეთ წოდებული დიკასტერია, რომელსაც ანტონ მეორე ეხმძღვანელებდა. კათოლიკოს პატრიარქი აგრეთვე იქნებოდა რუსეთის წმინდა სინოდის წევრიც. მას ეყოლებოდა მოადგილე, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შეცვლიდა პატრიარქს და დიკასტერიის მმართველობას გადაიბარებდა. მთავარმართებელმა საპატრიარქოს რეორგანიზაციის პროექტის ერთი პირი კათოლიკოს პატრიარქს, ხოლო მეორე რუსეთის წმინდა სინოდის ობერპროკურორს გაუგზავნა პეტერბურგში. კათოლიკოსი კარგად ხვდებოდა, ვის ინტერესებს მომსახურებოდა ქართულ ეკლესიაში შექმნილი ახალი მმართველობითი ორგანო. რუსული იმპერიის გეგმით საპატრიარქოს სათავეში აღმოჩნდებოდა სასულიერო დიკასტერია და მისი პრეზიდენტი, ხოლო კათოლიკოს პატრიარქი და საპატრიარქო ფუნქციას დაკარგავდა. რაც მთავარია, ახალი პროექტით ანტონ მეორის შეცვლა რუსოფილ არქიეპისკოპოს ვარლამ ერისთავს ჰქონდა დავალებული. ხოლო თბილისის ეპარქიას ასევე რუსეთში ნამსახურები დეკანოზი ალექსი პეტრიაშვილი გადაიბარებდა. სწორედ არქიეპისკოპოს ვარლამს დაევალა ახალი კანონპროექტის მომზადებაც, რომელსაც ყველაზე წიგნიერ მღვდელმთავრად თვლიდა იმპერია გაუქმებელ სამეფოში. მოვლენები იმაზე უფრო სწრაფად განვითარდა, ვიდრე ამას პატრიარქი წარმოედგენდა. საპატრიარქოში ახალი კანონპროექტი ჯერ წაკითხulis არ ჰქონდათ, რომ 1809 წლის 2 ნოემბერს მთავარმართებელმა პეტერბურგიდან საგანგებო შეტყობინება მიიღო. მოახსენეთ პატრიარქს იმპერატორ ალექსანდრე I-ის თხოვნა. დიკასტერიის დაარსებასთან დაკავშირებით ის პეტერბურგში უნდა ჩამოვიდეს. წერდა მთავარმართებელს სინოდის ობერპროკურორი. პეტერბურგში გაწვევა ავის მომასწავლებელი ნიშანი იყო. პატრიარქს კარგად ახსოვდა სამეფოს გაუქმების შემდეგ ბაგრატიონების პეტერბურგში გაწვევის ისტორია. სამეფო ოჯახი საპატიო ტყვედ რჩებოდა იმპერატორის კარზე. კათოლიკოს პატრიარქმა ავადმყოფობა მოიმიზეზა და გენერალს პეტერბურგში გასამგზავრებლად
სხვა მღვდელმთავრების კანდიდატურების შესთავაზა. შობია გაგზავნოთ არქიეპისკოპოსი ვარლამი და არქიმანდრიტი დოსითეოსი. მათ რუსული ციციან და უწმინდესი სინოდის საქმეებშიც კარგად ერკვევიან. შეუთვალა პატრიარქმა ტორმასოვს. გენერალმა ტორმასოვმა პატრიარქის შეთავაზება მიიღო. ანტონ მეორის რწმუნებებითა და სრული ნდობით აღჭურვილი მღვდელმთავრები პეტერბურგში გაემგზავრნენ და საქართველოში დიკასტერიის დაარსებაზე მოლაპარაკებები დაიწყეს. პატრიარქი თბილისში დარჩა. საიმპერატორო კარი ანტონ მეორეს მხოლოდ იმიტომ არ ატანდა ძალას, რომ რამდენიმე თვით ქართული საპატრიარქოს გაუქმების გადავადება ხელს არ უშლიდა რუსული კოლონიზაციის პოლიტიკას. პეტერბურგში გამგზავრების დღის წესრიგიდან მოხსნამდე საპატრიარქოში ანტონ მეორის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის დაპირისპირება იმდენად გამწვავდა, რომ საქმეში გენერალი ტორმასოვიც კი ჩაერია. თბილელი მიტროპოლიტი საჩივარზე აგზავნიდა პეტერბურგში, სადაც ძირითადად მოთხრობილი იყო თითქოს და იმ დარღვევებზე, რომელსაც პატრიარქი ანტონ მეორეს ჩადიოდა მღვდელმთავრებისა და სასულიერო პირების კურთხევისას. მღვდელმთავრთა შორის შუღლი და დაპირისპირება კიდევ უფრო აჩქარებდა რუსული პოლიტიკის წარმატებას, რომლის საბოლოო მიზანიც ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება იყო. გენერალი ტორმასოვი კარგად იყენებდა პეტერბურგში აღზარულ ყოველ საჩივარს ანტონ მეორის საწინააღმდეგოდ. ყოველ საჩივარზე პატრიარქს წერილობითი ახსნა-გრამატების მიცემა მოხდებოდა, რასაც შემდეგ მთავარმართებლის მიერ საქმის გამოძიება მოყვებოდა. საპატრიარქოს გარშემო რკალი იმდენად შევიწროვდა, რომ ანტონ მეორე ჩიხში მოექცა. პატრიარქმა პეტერბურგში წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. 1810 წლის 3 ნოემბერს პატრიარქი ანტონ მეორე თბილისიდან პეტერბურგში გაემგზავრა. 9 ნოემბრამდე პატრიარქი მცხეთაში შეჭერდა და მთელი დრო ლოცვაში გაატარა. მცხეთის უძველესი საპატრიარქო ტახტი უკანასკნელ დღეებს ითვლიდა. 9 ნოემბრის დილას ბერმონაზვნებმა და გლეხობამ პატრიარქი მცხეთიდან გააცილეს. ბრევრი ძალიან დიდხანს არ იშლებოდა და გაუძელად გახურებდა მტვერში ჩაღარგულ ცხენოსთან თარაზმს, რომელიც ცოცხალ პატრიარქს ეკლესიური დამოუკიდებლობის დაკარგვის უკანასკნელ გზაზე მიაცილებდა. პეტერბურგში უკვე მიღებული იყო საქართველოს 60 ქულო ავტოკეფალური ეკლესიის გაუქმების გადაწყვეტილება. იმპერატორის ბრძანებით ქართული ეკლესია რუსული ეკლესიის შემადგენელი ნაწილი გახდებოდა და დაექვემდებარებოდა სრულ რეორგანიზაციას. დოკუმენტში ეწერა: პირველი, ქართული ეკლესიის მეთაურად დაინიშნოს მცხეთისა და ქართლის მიტროპოლიტი. მას მიეკუთვნოს სამუდამო ტიტული სინოდის წევრისა და მისი ეგზარქოსისა. მეორე, საქართველოს ეგზარქოსმა რუსეთის წმინდა სინოდში დაიკავოს მეოთხე ადგილი. მესამე, ყოფილი ქართლ-კახეთის სამეფოს ტერიტორიაზე არსებული 13 ეპარქიიდან დარჩეს 2: მცხეთისა, ანუ ქართლის და ალავერდის, ანუ კახეთის ეპარქია. მეოთხე, დაწესდეს დიკასტერია, საქართველოს ეკლესიის ერთადერთი მმართველი ორგანო. დიკასტერია დაამტკიცებს ეკლესიათა და სასულიერო პირთა რაოდენობას. წარმართავს სასულიერო საქმეებს. მეხუთე, სასულიერო დიკასტერიის წევრები იქნებიან ქართლიდან 2, ხოლო კახეთიდან 4 წარმომადგენელი. მეექვსე, 9 საარქიმანდრიტოდან დარჩეს 5. მეშვიდე, სასულიერო დიკასტერიაში ნატურით გადასახადი, ხორბალი, ღვინო, ხილი და ასე შემდეგ შეეცვალოს ფულადი გადასახადით. მერვე, მცხეთის ანუ ქართლის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის წოდება ამგვარი იქნება: მიტროპოლიტი მცხეთისა და ქართლისა და უწმინდესი სინოდის ეგზარქოსი საქართველოში. იგი დაექვემდებარება რუსეთის ეკლესიის უწმინდეს სინოდს და სინოდიდან მიიღებს განკარგულებებს. მეცხრე, საეკლესიო გლეხებმა თითოეულ კომლზე ხაზინის სასარგებლოდ უნდა გადაიხადონ სურსათით, 3 კოდი ხორბლით ან 1 კოდი ხორბლის თანასწორად 1 მანეთით. მეათე, დიკასტერიის შექმნის შემდეგ დაიწყოს ეკლესიების შემცირება. მსახურების გარეშე დარჩენილი მღვდლები გადავლენ თადარიგში და დიკასტერიის გადაწყვეტილებით ჩაანაცვლებენ გარდაცვლილ მღვდლებს. მანამდე თითოეულ მღვდელს წოდების შესაბამისად დაინიშნება სტატჩო-სარგებელი. ამ კანონ პროექტის ავტორი საქართველოს პირველი ეგზარქოსი გახდა. იმპერიამ მიტროპოლიტ ვარლამ ერისთავს სამსახური დაუფასა და ქართული ეკლესიის მეთაურად დანიშნა. 1814 წლიდან ეგზარქოს ვარლამის წოდებას უკვე ახალი ტიტული შეემატა. წმინდა სინოდის საქართველოს იმერეთის კანტორის დაარსებასთან დაკავშირებით ვარლამს უკვე საქართველოს და იმერეთის ეგზარქოსად მოიხსენიებდნენ. ტიტულის მომატება ეგზარქოს ვარლამისთვის ფაქტობრივად დასასრულის დასაწყისი აღმოჩნდა.
მან ვერ მოახერხა დასავლეთ საქართველოს მღვდელმთავრების დამორჩილება და იგი 1817 წლის მაისში პეტერბურგში გაიწვიეს. ხოლო მის ნაცვლად უკვე ეგზარქოსად რუსი თეოფილაქტე გამოგზავნეს. სწორედ თეოფილაქტეს მმართველობიდან იწყება საქართველოში ეკლესიის განუსების აქტიური პოლიტიკა. ეგზარქოსმა თეოფილაქტემ 6 წლის წინ მიღებული საეკლესიო კანონმდებლობა ისევ შეცვალა. თეოფილაქტეს მტკიცებით, ეგზარქოს ვარლამის მიერ დაწერილი კანონი ახალ რეალობას აღარ შეესაბამებოდა და მასში ცვლილებები იყო შესატანი. თეოფილაქტეს ინიციატივა, რა თქმა უნდა, მოუწონეს და ქართული ეკლესიის განმეორებითი რეორგანიზაციისათვის სრული თავისუფლება მისცეს. რუსი ეგზარქოსის რეფორმის პროექტი ქართული ეკლესიის ძარცვისა და განადგურების პროექტს უფრო გავდა, ვიდრე მოქმედ საეკლესიო წესდებაში რაიმე კანონიკურ ცვლილებას. ახალი რეფორმით რუს ეგზარქოსებს სრული თავისუფლება ეძლეოდათ ქართული მრევლისა და ეკლესიის გასაძარცვად. შემდეგ კი ნაძარცვი ქონებითა და ფულით რუსეთში დასაბრუნებლად, საეკლესიო ქონების გასაჩანაგებლად და ქართული ენის საეკლესიო ცხოვრებიდან გასაქრობად. აი ეს იყო ფაქტობრივად ახალი რეფორმის არსი. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ყველა ძველი საეკლესიო კანონი, რომელიც სიონის ტაძრის საცავში ინახებოდა, მტკვარს გაატანეს. ეგზარქოსის დავალებით სიონისა და სვეტიცხოვლის ტაძრების ეზოებში დაწვეს უძველესი საეკლესიო ხელნაწერი დოკუმენტები, ხოლო მათი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი პეტერბურგში გააგზავნეს. თეოფილაქტემ ქართულ ეკლესიას წარსულის მნიშვნელოვანი ნაწილი წაუშალა და მრევლი ფაქტობრივად მეხსიერების გარეშე დატოვა. 1819 წელს ეგზარქოსი თეოფილაქტე დასავლეთ საქართველოში ჩავიდა და ეკლესიათა დახურვას შეუდგა, რასაც წინაღუდგა ადგილობრივი სამღვდელოება და მოსახლეობა. სახალხო მღელვარება აჯანყებაში გადაეზარდა, რომელიც მთელ დასავლეთ საქართველოს მოედო. მეამბოხეების წინააღმდეგ იმპერიამ რეგულარული ჯარი და артиლერიას გამოიყვანა. ერმოლოვის სიამაყით წერდა: სოფლები გავანადგურეთ და გადავბუგეთ, ბაღვენახები ძირებამდე ავჩეხეთ. ვეღარასოდეს აღიდგენენ მოღალატენი პირვანდელ მდგომარეობას. 1820 წლის 4 მარტს ეგზარქოს თეოფილაქტეს დავალებით დააპატიმრეს მიტროპოლიტები დოსითეოს ქუთათელი წერეთელი და ექვთიმე გენათელი შერვაშიძე. ეს ორი მიტროპოლიტი საერო და სასულიერო პირთა ჯგუფის იმ თავკაცებს შორის იყო, რომლებმაც 1799 წელს ერეკლე მეორეს ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოების გაერთიანება შესთავაზეს. მოხუც მიტროპოლიტ დოსითეოს ტომარა ჩამოაცვეს და ბადრაგის თანხლებით სასწრაფოდ რუსეთისგან გაამგზავრეს. გზაში მიტროპოლიტი გაგუდეს და შემდეგ ანანურის ეკლესიაში ყოველგვარი ცერემონიის გარეშე დაასაფლავეს. დოსითეოს ქუთათელისგან განსხვავებით, სიკვდილს გადაურჩა ექვთიმე გენათელი, რომელმაც მოგვიანებით რუსეთში ჩააღწია და იმპერატორ ალექსანდრე I-ს საჯაროდ უწოდა ნერონი, საქართველოს დაპყრობისა და ქრისტიანების გაჟლეტის გამო. აღსანიშნავია, რომ ეგზარქოსი თეოფილაქტე როგორც გარყვნილი ისერჩება, როგორც ქართულ, ასევე რუსულ საისტორიო წყაროებში. მის სახელს უკავშირებდნენ ქუთაისისა და გურიის ეკლესიებში ქართული მღვდელმთავრების საფლავების ძარცვას. სიმბოლურია, რომ საფლავის მრხელმა ეგზარქოსმა სიცოცხლე ბოდვეში წმინდა ნინოს საფლავის ძარცვისას დაასრულა. თეოფილაქტე გულის შეტევით ზუსტად მაშინ გარდაიცვალა, როდესაც წმინდა ნინოს გახსნის საფლავში ჟიფასეულობას ეძებდა. გარდაცვლილ ეგზარქოსს ალბათ კიდევ დიდხანს ვერ აღმოაჩენდნენ. მონასტრის გარშემო დატრიალებულ აუტანელ სუნს, რომელშიც ეწუხებენ ადგილობრივი ცხოვრებნი. ტაძარში შემოსულებს საზარელი სურათი დახვდათ. წმინდა ნინოს საფლავთან ეგზარქოსის გახსნილ სხეულს უკვე ჭიები ეხვია. თეოფილაქტე თბილისში არ წაუსვენებიათ. აქვე ბოდბეშია დაკრძალული. ეგზარქოს თეოფილაქტეს ისტორია დიდი განუკითხაობის მხოლოდ დასაწყისი იყო. თეოფილაქტეს რეფორმებს მალე ეკლესიების მასობრივი გაუქმება და მორწმუნე მრევლის ღია ცის ქვეშ დატოვება მოჰყვა. 1811 წლამდე ქართული ეკლესია ფლობდა 15 ეპარქიას ქართლში, კახეთსა და სამცხეში, 7 იმერეთში, 2 სამეგრელოში და ასევე 2 გურიაში. 1811 წლის შემდეგ დარჩა 1 ეპარქია იმერეთში, 1 გურიაში, 1 აფხაზეთში და 2 საქორეპისკოპოსო ქართლში. 1811 წლიდანვე დაიხურა 15 მონასტერი და 8-ზე მეტი ეკლესია.
აი ეს იყო ჯერჯერობით რუსული საეკლესიო რეფორმის ძირითადი შედეგი. იმპერიის ხაზინამ ავტოკეფალიის გაუქმებიდან რამდენიმე წელიწადში მიითვისა 150 მილიონ რუბლად შეფასებული საეკლესიო ქონება. დღევანდელი ღირებულებით ეს თანხა 5 მილიარდ დოლარს უდრის. ანუ საქართველოს ბიუჯეტს აჭარბებს. თუ ამ თანხას საეკლესიო ნივთების ანტიკვარულ ფასს დავამატებთ, ადვილი წარმოსადგენია რუსეთის მიერ ქართული საეკლესიო ქონების ძარცვის მასშტაბი. პეტერბურგში გაზიდული ქონების სანაცვლოდ კი იმპერატორმა საქართველოს საეგზარქოსოს დაუტოვა ყოველწლიური დაფინანსება 700,000 რუბლის ოდენობით. ამ თანხიდანაც კი 150,000 რუბლი ბაქოს, ერევნის, ელიზავეტაპოლის, ანუ ახლანდელი განჯისა და ყარსის რუსულ და ბერძნულ ეკლესიებს გადაუნაწილა. ანუ იმ ეკლესიებს, რომელთაც არაქართული მრევლი ჰყავდათ. ფინალამდე ჯერ კიდევ ბევრი დრო იყო დარჩენილი. ფინანსური რეფორმა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადაზრდილიყო დემოგრაფიულ რეფორმაში. დემოგრაფიული რეფორმა ეკლესიებში ქართული მრევლის არაქართულებით ჩანაცვლებას გულისხმობდა. თეოფილაქტემ სიონის საკათედრო ტაძარში კვირაში 3-ჯერ რუსული მსახურება შემოიღო. ქართულ მღვდელმსახურთა რუსული წესით აღზრდის მიზნით დააარსა სასულიერო სემინარიები. სემინარიებში ყველა მასწავლებელი საგანგებოდ რუსეთიდან ჩამოიყვანა. ახლა დაარსებულ სემინარიებს დაევალათ რუსულენოვანი მღვდლების მომზადება, რომლებმაც შემდგომ რუსულის ოსოდენელი ქართული მღვდლები ჩაანაცვლეს. ახალი დემოგრაფიული რეფორმის მთავარი იარაღად ის 200,000 სომეხი იქცა, რომელიც რუსეთ-თურქეთის ომების შემდეგ თურქეთიდან საქართველოში გადმოასახლეს ქართველების სიძის გრიბოიდოვის რეკომენდაციით. გრიბოიდოვი თვლიდა, რომ უმჯობესი იყო სომხები საქართველოში და არა შუა რუსეთში ჩაესახლებინათ. თავის წერილში დიპლომატი იმპერატორს ურჩევდა: თქვენო აღმატებულებაო, არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ სომხებს ცენტრალური რუსეთის მიწებზე დასახლების უფლება. ეს ისეთი ერია, რომელიც რამდენიმე ათეული წლის შემდეგ მიწას მიითვისებს და მთელ მსოფლიოს განუცხადებს, რომ ეს მათი უძველესი მიწაა. ნიკოლოზ პირველმა გრიბოიდოვის რჩევა რა თქმა უნდა გაითვალისწინა. თურქეთთან მოგებული ომის შემდეგ გენერალმა პასკევიჩმა მესხეთიდან გაქცეულ ქართულ თავადაზნაურობას უარი უთხრა კუთვნილი მიწების დაკარგონებაზე. ასევე უარი თქვა მაჰმადიანი ქართველებისგან დაცელ მიწებზე ქრისტიანი ქართველების ჩამოსახლებაზეც. პასკევიჩი მოქმედებდა ნიკოლოზ პირველის მითითებით. გამაჰმადიანებული მესხი თავადაზნაურობა მზად იყო ყმაგლეხებიანად მოქცეულიყო ქრისტიანობაზე, წოდებრივი პრივილეგიების შენარჩუნების შემთხვევაში. ამაში პასკევიჩმა რუსეთის მისიანური როლის წარმოჩენის შესაძლებლობა დაინახა და აღთვალებით მისწერა ამის შესახებ იმპერატორს. ნიკოლოზ პირველმა უპასუხა, რომ ის თავის მისიად მუსლიმთა გაქრისტიანებას არ თვლიდა. ამ პასუხითა და შემდეგი ქმედებებით ჩანდა, რომ იმპერიისთვის უმთავრესი იყო დემოგრაფიული სიტუაციის შეცვლა საქართველოში და არა მუსლიმურ ქართულ რეგიონთა ხელახლა გაქრისტიანება, რადგან ეს სავარაუდოდ ქართულთა კონსოლიდაცია შეუწყობდა ხელს. სომხებმა დაიკავეს სამცხეს, ბორჩალოს, ახალქალაქისა და ახალციხის მაზრები. ამ მაზრებში ქრისტიანული მრევლი ფაქტობრივად უკვე სომხებით იყო წარმოდგენილი. გადმოსახლებულებმა დაიწყეს ქართული ეკლესიების დარცვა და მათი სომხურ სალოცავებად გადაკეთება. თუ 1828 წლამდე სამცხე საათაბაგოს მოსახლეობის 90% ქართველი იყო, 2 წლის შემდეგ უმრავლესობას უკვე სომხები შეადგენდნენ. 1830 წელსვე სამცხე საათაბაგოში აიგზალა წირავლოცვა ქართულად. ნებადართული იყო ღვთისმსახურება მხოლოდ სომხურად და რუსულად. უეკლესიოდ და უმიწოდ დარჩენილი ქართველობა რუსი ეგზარქოსების ხელში ფაქტობრივად იმ ფენად იქცა, რომელიც შემდგომ სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის საყრდენი გახდა როგორც საქართველოში, ასევე რუსეთში. გარდა სომხებისა, იმპერიამ ინტენსიურად დაიწყო რუსი სექტანტების, მალაკნების, სუბოტნიკების, დუხობორების, შტუნდისტებისა და სხვათა ჩამოსახლება. ქართველებზე ჩამოცმული დემოგრაფიული მარყუჟი ნელ-ნელა სულ უფრო ვიწროვდებოდა. თეოფილაქტეს თავგასულობის შემდეგ რუსეთიდან გამოგზავნილ არც ერთ ეგზარქოსს ქართველების პატივისცემით აღარ უსარგებლია. პირიქით, საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ მომდევნო ეგზარქოსების ფონზე თეოფილაქტე უცოდელ კრავადაც კი გამოჩნდა. ამ ხრივ ყველაზე მეტად თავი გამოიჩინა ეგზარქოსმა ევსევი. ევსევის დროს გაიძარცვა ყველა ეკლესია და მონასტერი. გაიძარცვა ის სალოცავებიც კი, რომელიც თავის დროზე ოსმალებისა და სპარსელების შემოსევებს გადაურჩა. ეგზარქოს ევსევის ხელშეწყობით სიონის ტაძრიდან გაქრა ღვთისმშობლის ხატის ძვირფასი მორთულობა. ზუსტად ასევე დაეკარგა აურაცხელი ძვირფასეულობა, ოქროს ჭურჭელი, ჯვრები და სხვა განძეული მცხეთის, ალავერდის, ბოდბის, ნინოწმინდისა
და სხვა საკათედრო ტაძრებიდან. ამას მიყვა განძეულობა იოანე ნათლისმცემლის უდაბნოდან, ჯუმათის, შემოქმედისა და სხვა მონასტრებიდან. სამღვდელთ მთავრო ამფორებსა და ბისონებს მოხსნეს უძვირფასესი თვალმაგალითი. სიონის ტაძრის საეკლესიო სალაროში ინახებოდა მინიატურებიანი ხელნაწერები. ისინი ეგზარქოსის ნებართვით გრაფმა ბობრინსკიმ წაიღო და ხელნაწერებიდან მინიატურები ამოჭრა. მინიატურებთან ერთად ტექსტებიც დაიკარგა. ხახულის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც დღეს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ოქროს ფონდში ინახება, ადრე გელათის მონასტერში იყო დაბრძანებული. სწორედ ეგზარქოს ევსების დავალებით ჩამოხსნეს ხატს თამარის დროინდელი 4 დიდი და 7 მომცრო ლალი. თუ რა მასშტაბებს მიაღწია ქართული ეკლესიების ძარცვამ ეგზარქოს ევსების დროს, იქიდანაც ჩანს, რომ ქართულ სიძველეებზე დახარბებულ ევსებს ჯუმათის ეკლესიის არქიმანდრიტმა ძველი წიგნები გადაუმალა და ისინი ნაჩქარევად ორმოში ჩამარხა. ჯუმათში ჩასულ ეგზარქოს ეკლესიის საცავი ცარიელი დახვდა. ამის გამო გაბრაზებულმა ევსებიმ არქიმანდრიტი რუსეთში გაიწვია და წიგნებით საბოლოოდ დაეკარგა. 1870 წლამდე გელათის მონასტრის საეკლესიო სალაროში ინახებოდა ოქროთი მოჭედილი, ტიხრული მინანქრით გაწყობილი მე-11 საუკუნის უძველესი ქართული სახარება. ეს სახარება ეგზარქოს ევსების ნებართვით გელათიდან გაიტანა ქუთაისის გუბერნატორმა ლევაშოვმა, რომელმაც მოხსნა ოქროს მოჭედილობა და იგი იაფასიანი ვერცხლის ნახელავით შეცვალა. დღემდე მიტაცებული ძვირფასი ოქროს მოჭედილობა პეტერბურგში ინახება. ეგზარქოს ევსების უშუალო ნებართვითვე იმერეთის კათალიკოსების საპატრიარქო შესამოსელი, რომელიც კონსტანტინოპოლის დაცემამდე იყო დამზადებული, გრაფმა პანინმა და ქუთაისის გუბერნატორმა ლევაშოვმა მთლიანად გაძარცვეს. სამოსელიდან 8 ფუნტი 4 კილოგრამი ოქრო გამოადნეს, ხოლო სამოსელზე მიბნეული ლალისა და მარგალიტებისგან გულსაკრავები დაამზადეს და ასე გაიტანეს ძვირფასეულობა პეტერბურგში. ეგზარქოსმა ევსებიმ სიძველის მოყვარულ კოლექციონერებს მიჰყიდა ქართული ხელნაწერები, რომლებიც შემდგომ ევროპის მუზეუმებში აღმოჩნდა. ამჟამად საქართველოს საუკეთესო და დიდრული ხელნაწერები ინახება ლონდონის, პარიზის, ვენის, ბერლინის, რომის ბიბლიოთეკებში, სადაც ისინი საღდებოდა ფულზე დახარბებული ევსების ეგზარქოსობისას. სამაგიერო თბილისის მუზეუმებში შეიძლება იხილოთ მინიატურებ ამოჭრილი უამრავი ხელნაწერი. ეგზარქოს ევსებისთან შედარებით ეგზარქოს პავლეს ნაძარცი უფრო მოგრძალებულია. თუმცა ქართული საეკლესიო განძეულობიდან მასაც ერგო წილი. მეტეხის ეკლესიიდან პავლეს ეგზარქოსობის პერიოდში გაქრა ოქროთი მოჭედილი მეტეხის ბეთლემის ხატი, რომელიც იმ დროს 50,000 ოქროს რუბლად იყო შეფასებული. ხატი ეგზარქოს პალადის დროს იპოვეს მეტეხის ეკლესიის ხვენზე, თუმცა მას ოქროს მოჭედილობა უკვე აღარ ჰქონდა. პავლეს ეგზარქოსობის დროს სიონის ტაძრიდან გაქრა ნინოწმინდის ღვთისმშობლის ხატიც, რომელიც ასევე პატიოსანი თვლებითა და ოქროთი იყო მოჭედილი. ეს პავლე სწორედ ეს ეგზარქოსია, რომელმაც საჯაროდ შეაჩვენა ქართველი ერი. მან ქართველები დაწყევლა სასულიერო სემინარიის რექტორის პავლე ჩუდეცკის დასაფლავების დღეს. სემინარიის რექტორი ქართულმა სემინარისტმა სოსოლ აღიაშვილმა მისივე კაბინეტში მოყლა. ეგზარქოს პავლეს და რექტორ პავლე ჩუდეცკის ორიგინალური ნათესაობის შესახებ თელმა გუბერნიამ იცოდა. რექტორის ახალგაზრდა ცოლი ეგზარქოსის საყვარელი იყო. ერთი პავლეს სიკვდილით თავზადაცემულმა მეორე პავლემ სიონის საკათედრო ტაძრის ამბიონიდან დაწყევლა ქართველი ერი. დაწყევლილი იყო შერნი მკვლელისა და ის ოჯახიც, რომელმაც შობა იგი. დაწყევლილი იყო ის წრე და ის ერი, რომელმაც დაბადა და ის ქვეყანა, რომელმაც გამოზარდა შერნი მკვლელი. იქ შეკრებილმა ქართველებმა პროტესტის ნიშნად მხოლოდ ტაძრის დატოვება გაბედეს. ეგზარქოსის წყევლა საჯაროდ დასავლეთ საქართველოს თავადაზნაურთა წინამძღოლმა დიმიტრი ყიფიანმა დაგმო და ეგზარქოსისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა. ეს პროტესტი დიმიტრი ყიფიანს სიცოცხლის ფასად დაუჯდა. ის სტავროპოლის გუბერნიაში გადაასახლეს და იქ ოხრაკის აგენტებმა მოკლეს. სიწმინდეთა ძარცვის თვალსაზრისით ქართველი ერის შემჩვენებელ ეგზარქოს პავლეს ეგზარქოსი პალადის არ ჩამორჩენია. პალადის წონებათა სიგელი გადასცა სახელმწიფო მდივან ზვენიგოროდსკის, რომელსაც ნება დაერთო ენახა და შეესყიდა ქართულ ეკლესიებში დარჩენილი ძვირფასეულობა. ზვენიგოროდსკი დადიოდა ეკლესიიდან ეკლესიაში და ძვირფას ხატებს ან ოქროსა თუ ვერცხლის ნაკეთობებს ყიდულობდა. გელათელი ბერების გადმოცემით, პატარა ოქროს ნაკუწებშიც კი 1000 მანათი ძლეოდნენ. ქართული რელიქვიების ხელში ჩაგდების საუკეთესო გზად
ეგრეთ წოდებული რესტავრაცია იქცა. ეგზარქოსმა პალადიმ თავის საყვარელ მხატვარს სომეხ საბინგუს რესტავრაციის საბაბით ნებადართო სამეგრელოსა და გურიის მონასტრებიდან გაეტანა უძველესი ხატები. სამინგუსმა მარტვილის, ხობის, ჯუმათისა და შემოქმედის მონასტრებიდან ძვირად ღირებული და ოსტატურად შესრულებული მომინანქრებული ხატები წაიღო. მანამდე კი გელათის მონასტრის ხატებს ააწაფნა უძვირფასესი ტეხრული მინანქარი. მონასტრებიდან წამოღებული მთელი განძევლობა საბინგუსმა ეგზარქოს პალადის წარუდგინა. მან კი საბინგუს მთელი ამ ძვირფასეულობის გაყიდვის ნება მისცა. მინანქრები ისევ გრაფმა ზვენიგოროვსკიმ შეიძინა და ფული ეგზარქოს გადაუხადა. საზღვარგარეთ არაერთი ძველი ქართული წიგნი და ხელნაწერი გაეტანა ბარონმა დებაიმ. რა თქმა უნდა, უჯობესი იყო წიგნები და ხელნაწერები საზღვარგარეთის მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებში შენახულიყო, ვიდრე ისინი ღუმელებში დაეწვათ, როგორც ამას ეგზარქოსი პავლე აკეთებდა კიშინოვსა თუ თბილისში. ეკლესია მონასტრების დარცვასთან ერთად დაიწყო ქართული ეკლესიის მრევლის ეთნიკური დანაწევრებაც. მაგალითად, გორის მაზრაში, სადაც ოსები ცხოვრობდნენ, სავალდებულო გახდა ოს გლეხობას მხოლოდ იმ ეკლესიებში შეევლოთ, სადაც წევალოცვა ოსურ ენაზე ჩატარდებოდა. ოსები ოდითგანვე შეჩეული იყვნენ ქართულ ენაზე ღვთისმსახურებას და ქართულადაც თავისუფლად საუბრობდნენ. ამიტომ ეგზარქოსების ეს გადაწყვეტილება ოსებში დიდ გაუგებრობას იწვევდა. სახარება ოსურად იმდენად დამახინჯებული იყო, რომ გლეხობამ ისევ ქართულ ეკლესიებში დაიწყო სიარული. მაგალითად, სახარებისეული სიტყვა განკაცება ოსურად თარგმნეს როგორც ხორციანი ნამცხვარი და კიდევ ბევრი საეკლესიო ტერმინი ითარგმნა ასე აბსურდულად. გორის მაზრის მოდელი გაავრცელეს არა მარტო აფხაზეთზე, არამედ სამურზაყანოზეც. სოხუმის ეპარქიაში, სადაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ქართველი იყო, ხოლო ქრისტიანი აფხაზები უმცირესობას წარმოადგენდნენ, გადაწყვეტეს, რომ ქრისტიან აფხაზებს იმ ეკლესიებში ელოცათ, სადაც ღვთისმსახურება რუსულად ტარდებოდა. ისიც კი მოიფიქრეს, რომ განსაკუთრებული სამურზაყანული ენა შემოეღოთ. სამურზაყანოს ეკლესიებში რუსი ხუცესები ჩააყენეს და დაიწყეს გაუგებარ ენაზე ღვთისმსახურება, რომელსაც ვერავინ არ იქონდა, ვერც აფხაზები და ვერც მეგრელები. ეგზარქოს პავლეს პირდაპირ დავალებით დაიწყო ბიბლიის მეგრულად და სვანურად თარგმნა. ამ თარგმანების ხალხში გავრცელება რუს სასულიერო პირებს დაევალათ. სოხუმის ოლქში მაჰმადიანი აფხაზების გაქრისტიანების მიზნით დაიწყეს მასობრივი ნათლობები. თითქმის 10,000-ზე მეტი აფხაზი იძულებით ისე მონათლეს, რომ არც ნათლიებმა იცოდნენ აფხაზური და არც ნათლულებმა რუსული. ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ ადგილობრივმა ეპისკოპოსმა აგაფოდორმა მიიღო გაზრდილი მრევლი და გაზრდილი ყოველწლიური შემოსავალი თითქმის 25,000 რუბლის ოდენობით. აფხაზებმა მაშინვე დაივიწყეს ნათლობის სახელები და ისევ მაჰმადიანებად დარჩნენ. აფხაზურის მცოდნე ქართულ მღვდელმთავართა მიერ აფხაზთა გასაქრისტიანებლად გაწეული ღვაწლი ერთიანად გაცამტვერდა. პირიქით, რუსმა მღვდლებმა მაჰმადიანი აფხაზები ქართველებს აუმხედრეს და მათ გაღატაკებაში სწორედ ქართველები დაადანაშაულეს. რუსული ეკლესია, ისევე როგორც რუსეთის მთელი იმპერია, დაყოფე და იბატონეს პრინციპით მოქმედებდა. რუსული დიკასტერიის მოღვაწეობა გორის მაზრასა და სოხუმის ოლქში იმით დასრულდა, რომ ადგილობრივი ოსებიცა და აფხაზებიც ჩამოშორდნენ საერთო ქართულ სივრცეს და ისევ რუსულ სამღვდელოებასთან არჩიეს მომავალზე ფიქრი. 1811 წლის 30 ივნისს ქართულ მღვდელმთავართა ხელშეწყობითა და იმპერატორ ალექსანდრე I-ის ერთი მოკლე მინაწერით დაე ასე იყოს. საქართველოს ეკლესიამ დაკარგა 800 ეკლესია, 13 ეპარქია, 9 საარქიმანდრიტო, 764 მღვდელმსახური, 800 დიაკვანი, 662 ეკლესიის მსახური, 7 არქიმანდრიტი. იმ დროისთვის 150 მილიონ რუბლად შეფასებული საეკლესიო ქონება, ეპარქიების წლიური შემოსავალი 26,360 რუბლისა და საარქიმანდრიტოების შემოსავალი 13,226 რუბლის ოდენობით. ქართულ ეკლესიას ასევე განუდგა აფხაზი და ოსი მრევლის ნაწილი. რაც მთავარია, ის ენა, რომელიც 15 საუკუნის განმავლობაში ქრისტეს შულს გადაგებდა და მაცხოვარს ავედრებდა ქვეყნისა და ერის მომავალს, განიდევნა დედა ეკლესიიდან და რომ არა დიდი პოლიტიკური კატაკლიზმები, ალბათ არც არასდროს დაუბრუნდებოდა საკუთარ სავანეს. 2 საუკუნის წინ დაწყებული ქართული ეკლესიის ნგრევა საბჭოთა პერიოდში კიდევ უფრო დაჩქარებული ტემპით გაგრძელდა. 1921-1953 წლებში დაიხურა 1305 ეკლესია.
რომელთაგან ნაწილი დაანგრიეს, ნაწილს დანიშნულება შეუცვალეს. ამავე პერიოდში რეპრესირებული იყო 3407 ქართული სასულიერო პირი. 1930-იან წლებში გამოიცა დადგენილება ეკლესიებიდან ზარების ჩამოხსნის შესახებ ჯარში ჩაბარების მიზნით. საბჭოთა რუსეთის სამართალმემკვიდრეს დღემდე არ შეუჩერებია ქართულ ეკლესიასთან ბრძოლა. 1990 წელს მსოფლიო საპატრიარქოს მიერ საქართველოს ავტოკეფალიის ცნობის მიუხედავად ერთმორწმუნე მეზობლები მართალია სიტყვით აღიარებენ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის კანონიკურ საზღვრებს, თუმცა არც სოხუმში და არც ცხინვალში ქართულ მღვდლებს არ უშვებენ. ოკუპირებულ ტერიტორიაზე შემორჩენილ ქართულ ტაძრებში დღეს წირვა ლოცვას მოსკოვიდან გამოგზავნილი ბატუშკები რუსულ ენაზე აღავლენენ. თენად შლიან ქართულ კლასიკ არსებულ ისტორიულ რელიგიურ ძეგლებზე, მათ შორის ილორის, ბედიის, ბიჭვეთის ტაძრებზე. ათეთრებენ ან ლესავენ ფრესკებს და ტრადიციულ ქართულ ხუროთმოძღვრებას რუსულით ანაცვლებენ. ისევე როგორც 200 წლის წინ, დღესაც ქართული ეკლესიის მთავარ მტრად ისევ ერთმორწმუნე რუსეთი რჩება.